მაი ჩემთვის უკვე აი ესეთი აი ძველი და დამღლელია რომ შენ ელაპარაკე მეტაფორის ენით, რამდენიც გინდა ელაპარაკე. შექსპირის ენით, შილერის ენით, ამის ენით, ოღონ ნუიტყვი რომ თავისუფლება პატიმრებს და იქვე კანონია რომ აღარა გაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ შენ თავს ახვევ ვიღაცას, რაღაცას. ეს არის ისეთი კატასტროფა. ეს რას ნიშნავს? ცით 5, 6, 7 წელიწადში ახალი თაობა რომ ის ჩათვლის რომ არ აქვს საერთოდ პროტესტის არც ველი, არც უფლება და არც სურვილი. ეს ნინო კასრაძეა, მსახიობი. ყველაზე მეტად რასაც მე ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობ და რაზეც ვარ გაუგნებული რომ ხდება რადიკალიზაცია საზოგადოების სხვადასხვა ფენების. ეს არის ასევე მათთვის ძალიან საშიში. ეს არის საბედისწერო პროცესი, როგორ ხდება ხალხის ერთმანეთთან დაშორება. ნინო რამდენიმე დღის წინ საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა პოლიტიკური პარტია თავისუფლების მოედნის მიერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ ფორუმზე და შეეცადა კულტურაში არსებული პრობლემებისკენ მიექცია იქ შეკრებილი ადამიანების ყურადღება. ჩვენ ყველა ხელოვანები გვგრძნობთ, რომ საერთოდ არ იციან ჩვენი პრობლემების შესახებ არაფერი. ცენზურა თეატრებში, განსხვავებული აზრის დევნა კულტურული ინსტიტუციებიდან და ხელოვნებამ, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის საკითხები, რომლებზეც ფართო საზოგადოებასთან საუბარს ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. პროტესტი რომ არანაირი არ ყოფილიყო, ბოროტება მეტი არ იქნებოდა. ეს ცენზურა, რომელიც არის ჩვენში, რყმნის ჩვენ სფეროს. ვერ ამბობ თავისუფლად რაც გინდა და აი ამ წვალებაში მე ჩემ თავზეც შემიჩნევ ეს რა უბედურება, როდესაც რაღაცას გიჭირს თქვა, არ თქვა და წლების მანძილზე. აქედან რომ გამოვა ადამიანი იმის ისევ უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. და აი ამ ინტერვიუში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიცვალა თეატრების ცხოვრება მათ წიაღში საპროტესტო მოძრაობების გაჩენის შემდეგ, როგორია დღეს კულტურის პოლიტიკა და რას კარგავს ხელოვნება არადემოკრატიულ გარემოში. დღეს გამოდის რომ ცოცხალი არის მარტო ის, ვისაც სახელმწიფო აფინანსებს. როდესაც პროტესტი დაიწყო, ეს იგი აღშფოთებული იყო რაღაც ნაწილი, რომ ეს რა თავხედობაა, რაღაცა თქვენო პროტესტსაც აკეთებთ. აჩერებთ პროცესს და კიდე ხელფასი იღებთო და ეს არის ცოდნის სიმცირე და ეს პროტესტი და ეს ბოიკოტი არის ერთ-ერთი ჩვენი ლეგიტიმური უფლება. გაფიცვის უფლება. ეს არის სასაუბრო ენა სახელმწიფოსთან. მე შენ დაგიქირავი, შენ მე არ მისმენ, მე ეს ბოიკოტს ვაკეთებ და ამით პროტესტი გაფიცვა, რომ მე შენ გაიძულო, ჩემ პრობლემას ჩაგახედო და ჩვენ ეს არ გამოგვივიდა ეს ბოლომდე, იცით? გამარჯობა ქალბატონო ნინო. როგორ ხართ? მადლობა. კარგად. ესე იგი ჩვენი საუბრის ფონი არის ორი მნიშვნელოვანი რამე. ერთი ბათუმის თეატრში მომხდარი ამბავი, რომელიც ღიად ცენზურის ნიშნებს შეიცავდა. ესე შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც სპექტაკლი მოხსნეს იმის გამო, დადგმამდე 2 დღით ადრე, რომ რეჟისორი გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან მალევე თქვენ ერთ-ერთ ფორუმზე, საზოგადოებრივ ფორუმზე გამოხვედით საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვით, სადაც ილაპარაკეთ იმაზე, რომ კულტურაში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ. ჩვენ ვფიქრეთ, რომ რატომაც არა. ვილაპარაკოთ რა ხდება კულტურაში და ალბათ თეატრით დავიწყოთ. თქვენ რუსთაველის თეატრიდან წამოსულ ხართ ამასობაში და ამაზე ღიად მე მგონი ესე არ გილაპარაკიათ, ხო? რატო წამოხვედით? თუ გინდათ შეგვიძლია ამით დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამარჯობა და მე უბრალოდ მიგვირს რომ თქვენ და საზოგადოებამ არ იცის, იმიტომ რომ მე ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა ვარ და ეს უნდა აუცილებლად იცოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ფორუმზეც აღმოჩნდა რომ ის ხალხი რომელიც გვეძახის სასაუბროდ არ იცოდნენ უბრალოდ ჩვენ შესახებ არაფერი, მაგრამ თუ ცოტა მაინც ადებნებ თვალყურს, დაახლოებით იცი ვინ სად როგორ და სად არის. ყოველ შემთხვევაში მე აღარა ვარ რუსთაველის თეატრში და ჩემი იდეა და აზრი იქ ფორუმზე მისვლის სწორედ ეს იყო. ჩვენ ყველა ხელოვანები გვგრძნობთ, რომ საერთოდ არ იციან ჩვენი პრობლემების შესახებ არაფერი. ეხლა ეს ჩემი რუსთაველის თეატრიდან წამოსვლა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ 1%-ია ამ ინფორმაციისა. არც ეხლა არ ვაპირებ ამ თემაზე დიდად საუბარს. 2019 წელს ჩემი დამოკიდებულება გავრილოვის ღამესთან და იმ მსხვერპლთან დაკავშირებით და კონკრეტულად მაკო გომურის თვალის
დაზიანების და საბოლოო თვალის დაკარგვის გამო და საერთოდ იმ მოვლენების გამო ჩემი შეფასება იყო ისეთი როგორიც იყო, როგორც უმრავლესობა ახალგაზრდებს და საზოგადოების ნაწილს ჰქონდა და გარკვეული აზრი თეატრში არ ემთხვეოდა ჩემ აზრს. მე ჩავთვალე, რომ ძალიან გაჭირდებოდა შემდეგ ჩემი თეატრში ყოფნა. მინდა ობიექტური ვიყო და ვთქვა, რომ მე ყოველთვის რაღაც განსხვავებული აზრი მქონდა, მაგრამ არავინ ამის გამო თეატრში არც მდევნიდა და არც არანაირი პრობლემა არ იყო. ამაში არ არის საქმე, იცით, აზრების თანხვედრაზეა. საქმე არის იმაზე, რომ შენ რაღაცა ერთნაირად უნდა გიძგერდეთ გული, ხელოვნება ისეთი სუბიექტური პოლიტიკური აქტია. პოლიტიკური სულიერი აქტია და ვინაიდან შენ უკვე აღარ აყავს თანამოაზრეები და შენ არ ახარ მათ თანამოაზრე, ჯობია რომ ალბათ იქ არ იყო და ეს თუმცა რუსთაველის თეატრი დიდი რამ მომცა, ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი გავატარე, იქ ვისწავლე ყველაფერი. პატივცემ რუსთაველის თეატრის მის ისტორიას და იდეას, რაც არის რუსთაველის თეატრი, მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა და მეტი არაფერს თქმა არ შემიძლია. ხოლო რაც შეეხება ეს აცდენა სულიერი თუ შეხედულებრივი გქონდათ მსახიობებთანაც თუ ხელმძღვანელობასთან? ხო, ეს არის, იცით, თეატრი არის ერთი ორგანიზმი. ვერ იტყვი იქ, რომ ხო, რუსთაველის თეატრი ერთი ორგანიზმია და ის რაღაცნაირად ერთი დამოკიდებულებით არის. ვინაიდან რობერტ სტუროა ძალიან დიდი ხელოვანია, დიდი რეჟისორი, დიდი ისტორია შექმნა, არა მარტო რუსთაველის თეატრში, არამედ საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირშიც ესე იყო. იცით, ნდობა მის მიმართ, სიყვარული მის მიმართ, პატივისცემა არის უპირობო, ძალიან დიდი. და ეს არის ერთი სხეული. ამიტომ იქ კონკრეტულად ვერ იტყვი, შეიძლება ვიღაც რაღაცა სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ ნდობა არის უზარმაზარი, ეს კრედიტის ლიმიტი აქვს, ამოუწურავი თეატრში. და ამიტომ ეს რაღაცნაირად ყველაფერზე ვრცელდება. არა მარტო ხელოვნებაზე, არამედ ყველა სხვა შეხედულებაზე. ურთიერთობებზე. შეხედულებებზე. მე ეს შეხედულებები მე კარნახობს საქციელებს და ამიტომ ხო აი ესე ერთი სხეულია მოკლედ და მე მგონია რომ მე აღარ ვეწერებოდი მაშინ უკვე ამ სხეულში და ეს ძალიან ნორმალური პროცესია, ნორმალურზე ნორმალური. და გული გწყდებათ მაგალითად რობერტ სტურუას გამო, რომელმაც ეს ავტორიტეტი, სიყვარული, ნდობა საზოგადოების გარაც ჰქონდა მას როგორც დიდ ხელოვანს, არ გამოიყენა, არ ვიცი, ჩაგრულთა, პროფესიონალთა, კოლეგების მხარდასაჭერად. გული მწყდება, მაგრამ იცით, იქ ეს არ არის მხოლოდ როგორ გითხრათ ესეთი ჩვენ რომ შეგვიძლია საზოგადოების ნაწილმა რაღაცა ესე ხელაღებით ვისაუბროთ, ეს ისე არ არის, ძალიან ღრმა ფესვები აქვს ამას ყველაფერს და მე ადამიანს ვხედავ ამაში ყველაფერში. აი შეეძლო მას სხვანაირად მოქცეულიყო, ვიდრე როგორც იქცევა? ეხლა ეს ესეთი კითხვა, როგორ გითხრათ, აი ჰიპოთეტური, შეეძლო, ალბათ შეეძლო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის მისი ცხოვრება, ეს არის მისი შეხედულება, ეს არის მისი მრწამსი. არავინ არ იფიქროს, რომ ეს არის რაღაც. ეს არის მისი ხედვა, აი ასე ხედავს, ასე გრძნობს, ესე განიცდის და ამას არაფერი აღარ შეცვლის. ეს არის მისი დამოკიდებულება და შენ შეგიძლია შენი გქონდეს. წამოსვლის წინ ელაპარაკეთ? ხო, იცით, მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, თუ შეიძლება მინდა რომ უბრალოდ კიდე ერთხელ ვთქვა, რომ ხო, გული მწყდება, რომ იცით რაზე მწყდება გული, აი ახალგაზრდები ზოგჯერ ისე რომ აი რაღაცნაირად ნეგატიურ კონტექსტში რომ იხსენიებენ, ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ რამდენი რამის სწავლა შეუძლიათ მისგან. აი საბადო არავინ არ გამოინახა რომ შეძლებდა სინამდვილეში ახალგაზრდების და მის დაკავშირებას. მე გარემოს ძალიან ვადანაშაულებ ამაში. სტურუას გარშემო შექმნილ გარემოს, იმიტომ რომ
სტურო არის აი ყველაფერთან ერთად ეს არის აი როგორ თქვა ის ინგლისური სიტყვა workaholic ხო ეს არის რაღაც აი შრომის დაუშრეტელი ენერგია მეტი არაფერი არ გააჩნია ცხოვრებაში მხოლოდ თეატრი და რეპეტიცია და ახალგაზრდებიც ესე არიან იცით ეს ახალგაზრდები არიან ზუსტად ასე აი რაღაც შეპყრობილები თეატრი და ისე მწყდება გული რომ ეს არ გადაიკვეთ როგორ ფიქრობთ, თქვენდა თვითონ სურვილი, რომ ესწავლებინა? სწავლა, იცით რა, მისი სწავლაა რა, მის რეპეტიციაც სწავლაა. ყველაფერი სწავლა ყველანაირად შეგიძლია, შენ შეგიძლია რეპეტიციაზე იჯდე და ისწავლო მისი სპექტაკლები. მე მყავდა ნათესავე, აღარ არის ცოცხალი ბიჭი, რომელიც დადიოდა სტურვა სპექტაკლებზე და ისე არჩევდა და მე არც ერთ სპექტაკლს არ უშვებდა, იმიტომ რომ ხედავდით, რომ ის რაღაცას სწავლობდა, ისე გვიგვირდა, პოლიციელი იყო. გარდაიცვალა ხო და აი ესეთ გავლენას ახდენდა დაუშვათ სტურვას შემოქმედება. მე ძალიან გული მწყდება ამაზე, თუმცა ვიცი რომ ეს ჩემი ნათქვამიც იქნება დიდი ინტერპრეტაციების საფუძველი, მაგრამ ძალიან დიდი ის მოხდებოდა სინერგია. ხო, ეს საინტერესოა თვითონ თუ გრძნობს ამ გამოუყენებელ რესურსს. არ ვიცი როგორ ასეუბნებიან, როგორ ნათლავენ ამ ახალგაზრდებს, მარტო ნეგატიური თვალსაზრისით და მე იცით ერთხელ რომ მოხდება რაღაც არ მოხდება კონტაქტი, მე ხო იცით მარტო შენის თუ იმანეს თქვა ესენი უზრდელები, ესენი ახალგაზრდებს საერთოდ ეს რადიკალიზმი აქვთ და ალბათ თვითონც ხო რადიკალი იყო, როდესაც მოვიდა და ჩაჭრა ყველაფერი და ყველაფერი ძველი წყალს გაატანა და შექმნა ახალი. მაგრამ აი ეს გაგება, რომ ეს რაც ახლა მოდის არის ახალი, აი ეს არ მიდის მათ ცნობიერებამდე. ისინი არ თვლიან, რომ ეს არის ახალი. ისინი თვლიან, რომ ეს არის გაუკუღმართებული რაღაცა მარგინალური არც ძველი, არც ახალი და არაფერი. და ეს არის შეცდომა. ეს წინასწარ განწყობის ამბავია ნეტავ თუ არ იმის შიში რომ აი რაღაცა ჩემზე დიდი არ გამოჩნდეს. იცით რა, ეს და ინტერესი არ მაქვს არ უნახავ. სპექტაკლს ალბათ მაინც არ ვარგა. ეს არის წინასწარ განწყობის, აღზრდის, ადამიანური კომპლექსების ბრალი, მაგრამ არა იმის, რომ არავინ ჩემზე დიდი არ გამოჩნდეს, როგორ არ უნდა გამოჩნდეს, ეს როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს. ყველა იმის მოლოდინშია, რომ ვიღაცა გამოჩნდება დიდი, მაგრამ ეს არის ჩემი აზრით, ეს არის ავტორიტარული საზოგადოების, ესე იგი, აი პოსტსაბჭოთა საზოგადოების აზროვნების ანასხლეტები, როდესაც შენ ელოდები, რომ მოვა ერთი ვიღაც, რომელიც იმაზე დიდი იქნება, გადააგდებს. აი ისე გული მწყდება, რომ ახლა ვერ ვიხსენებ, მე მგონი მისაღებ კომისიაში ტარკოვსკი, არ ვიცი ვიღაც, აი მოკლედ ძალიან დაბნეულად მინდა მოყვე, ასანთის კოლოფი დაუდეს, რომ ეს არის გოლიათიო და ამან აიღო და გადააგდო ასანთის კოლოფი და თქვა გოლიათიც დამარცხდებაო, ანუ ეს არ არის ის, რომ აი ვიღაცა ვერ გამოჩნდება, რომელიც ეს ამას ელოდება ყველა, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს უკვე მოსულია. ის გოლიათი უფრო დიდი მოსულია, მაგრამ იმას არ გვერდ ერთი სახელი. ეს პრინციპში უკეთესია. ხო, რა თქმა, იმის დრო შეიცვალა. ეს არ არის ის, რომ კიდე ერთი მოსულიყო, იმას ვიღაცა იტყო, რომ ეს არა, ის მოსულია და იმას ქვია დრო. იმას ქვია ახალგაზრდობა და ეს ახალგაზრდობა განფენილი. და შენ ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, მათ დაეხმარო. აი მხოლოდ ამით შეიძლება რომ ეს გზა გაგრძელდეს და იმათი მიუღებლობით რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს, რაც არ უნდა დაუმსახურებლად ვთქვათ რაღაც ეტაპზე გაგლანძღონ რა ანტაგონიზმი. მე მაქვს ხოლმე ხშირად ეგ შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში მაინც და მაინც არ უყვართ ახალგაზრდები და რთულად უცხადებენ მათ ნდობას და აძლევენ კრედიტს. არ ვიცი, შეიძლება ეგეც პოსტკოლონიური საზოგადოებით შეიძლება აიხსნას, მაგრამ იმდენად გვიან ხდება რაღაც ახალგაზრდის აღიარება, როცა ეს წესით უკვე აღარ არის ახალგაზრდა. რაღაც 30 წლისას შეიძლება გითხრა, რომ კაი ახალგაზრდა ხარ. შეიძლება 30 წლის ისეთი ახალგაზრდა, როგორც არ ვიცი 20-ის, ხო? შეიძლება პოსტკოლონიურით კი არა. ნამდვილად პოსტკოლონიური აზროვნებაა, რომ აი ეს იცით რა, ეს ხელოვნებაში მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თაობების თანამშრომლობა და მე მახსოვს ისე ახლა ცოტა გული მწყდება ჩემი ასაკი, რომ 56 წლის ვხდები, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ჩემ ასაკში არის ისეთი საოცარი და საკვირველი რამ, რომ მე შემიძლია დავაკვირდე რაღაც პროცესს. აი
მე მახსოვს ჩვენ დროს როგორ იყავი შენ ახალგაზრდა და რა გევალებოდა როგორც ახალგაზრდას შენ უნდა ყოფილიყავი მადლიერი და მორჩილი ისე კარგად მახსოვს ყველა ამას გვეუბნებოდა რომ თქვენ ჩვენ დროს კედელს ავეკრებოდით უფროსი რომ მოდიოდა და თქვენ ანუ კედელზე აკრა ეს იყო რაღაცა კიდე ყველაზე კარგი აი რაღაც დიდი რაღაც გამორჩეული სიკეთე მე ვიყავი ამის რა ქვია 100%-იანი მაგალითი მორჩილი მსხვერპლი აი აკვრის და შიშის და ძალიან ის ვიყავი კანონმორჩილი და არანაირი არ მქონდა პროტესტა მე ტყუპის ცალი დამყავს რომელიც ამის საპირისპირო იყო და ჩვენ შორის იყო სულ ეს ჩხუბი მაგრამ საბოლოო ჯამში ის რაღაცნაირად ну რაღაცა ის ევოლუცია განვიცადე ვიდრე როდის მოგწყინდათ კედელზე აკვრა იცით რა ეს არის პროცესი ხო მე როდესაც შენ ისე ყოველთვის ისე გახსნილი ვიყავი პროცესების მიმართ და ძალიან მიყვარდა და მიყვარს კითხვა და აი ამან ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემ ცხოვრებაში აი ამ კედელზე აკვრასთან დაკავშირებით და ეს რაზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი ალბათ ეს არის რომ აი ეს აღიარება ახალგაზრდას ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო უკვე უნდა ხანში შესული გამხდარიყავი რომ შენ დრო ადგილი დაგეკავებინა მას შემდეგ რაც უფროსი წავიდოდა და არ შეეძლო მაგრამ თან ხელოვნებაში წარმოიდგინეთ მაგრამ ეს ესე არ არის მე მახსოვს ჩვენ სუსულ ახალგაზრდები ვიყავთ მე და ჩემი პარტნიორი ზაზა პაპუაშვილი მე ვიყავ ალბათ 25 წლის და ზაზე მგონი 4 წლის ჩემზე უფროსი არ მსახიობთა სახლში გააკეთეს ჩვენთვის საღამო აი რაღაც წვილისთვის და ეს იყო ისეთი ну ესეც რა თქმა უნდა სტურვა სპექტაკლების გამო ეს იყო ისეთი შოკი ყველა ამბობდა რომ თან ცოტა ეღიმებოდა ცოტა ეცინებოდა ცოტა ფიქრობდნენ რომ მე ესე ვფიქრობ რომ ну ახლა რა მათი საღამო რა ახალგაზრდები ესენია ერთი სამი სპექტაკლი ერთად ითამაშეს და ამათი საღამო მაგრამ მეორე მხრივ იქვე ყველა ამბობდა რომ ისე მართლა რაღა მაინდამაც უნდა დაბერდნენ ესენი რომ ყილები დასცვიდნენ და მოგდნენ რომ ხო აი ხო ეს ნამდვილად ასე და დღეს უკვე ესე არის ჩვენ შევედით იმ ფაზაში რასაც ქვია თავისუფლება მეტნაკლებად და ეს პროცესები არის ყველაფერი ერთად ყველაფერი ერთდროულად არის აი როგორც ჯუნგლების კანონი ისე და ძლიერები გადარჩებიან დაუბრუნდეთ ამ ბათუმის ამბავს ჩვენ დიდი არაფერი ვიცით პრინციპში რეჟისორი თავს იკავებს მედიასთან საუბრისგან თუმცა გამოაქვეყნა Facebook-ზე პოსტი არ ვიცი ნახეთ თუ არა სადაც თეატრის გადაწყვეტილებას ხსნის ადმინისტრაციის უმეცრებით და უგუნურებით და ამბობს რომ ასე ხდება მაშინ როცა საჯარო თანამდებობებზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია მის ხელდამსხმელთან და არა საზოგადოების წინაშეო გარდა იმისა რომ თეატრის ადმინისტრაციით არის უკმაყოფილო სამხატვრო საბჭოსაც დამნაშავედ მიიჩნევს მოკლედ ამ გადაწყვეტილებაში ალბათ რთულია ესეთი ფრაგმენტული ინფორმაციით ვიმსჯელოთ ამაზე მაგრამ ფაქტად რჩება რომ სპექტაკლი მოხსნეს პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე იმის გამო რომ რეჟისორს სუბიექტური პოლიტიკური აქტი არ განეხორციელებინა ეს რო გაიგეთ რა იფიქრეთ ძალიან ის არის იცით რომ გავიგე ამაზე ნუ ვიტყვით რომ გავიგე იმდენი შერეული ემოცია მქონდა ამაზე იმაზე რომ საბოლოო ჯამში რაც ჩამოყალიბდა ჩემში აი არ შეიძლება ეს საერთოდ არანაირად ნუ შეფასება არ მისცე ამას რა მოხდა თეატრში არ ვიცი ვინაიდან ჩვენ არ ვიცით რა მოხდა თეატრში რეჟისორი ადანაშაულებს სამხატვრო საბჭოს და მე რამდენადაც ვიცი ეს წერილი სამხატვრო საბჭოსთან აბსოლუტურად არ იყო შეთანხმებული და ამ თვალსაზრისით სამხატვრო საბჭოს ვერ დავაკისრებ ვერანაირ პასუხისმგებლობას მანამდე რა მოხდა და რატომ ადანაშაულებს ეს მანიცის ეს შიდა სამზარეულო მაგრამ ერთი რაც ვიცი რომ სამხატვრო საბჭო წაიკითხა უკვე იმიტომ ჩვენი მეგობრები არიან იქ და წაიკითხა უკვე პოსტფაქტუმ როცა დაიდო Facebook-ზე გამოქვეყნებული ეს პოსტი მე წაიკითხეთ ანუ ეს ამაში არ ვიცი ეს შიდა რაღაც ის არის თეატრის რუტინა და მაგათი ურთიერთობა უბრალოდ რაც ვიცი რაც დაიდო ეს არის არა საგანგაშო და ის კი არ არის მე ესე დავინახე და ძალიან გული მწყდება ამაზე თეატრის დირექტორს არ ვიცი ეს როგორ მოუვიდა
როგორ მოვიდა ალბათ ეს მისი სურვილი, მისი თანხმობაც არის ამაზე, შეიძლება სურვილი სულაც არ იყო, მაგრამ თანხმობა. მე დავინახე ასე რომ ბათუმის თეატრში მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ვერავინ, ვისაც აქვს განსხვავებული პოლიტიკური აზრი, ან საერთოდ პოლიტიკას, ან რაღაცაზე აი ესეთი უკმაყოფილება, იქ ვეღარ მივა. და ფიქრიც არ არის საჭირო ამაზე. აი, მაგრამ მან პრობლემა ის არის, რომ რეჟისორი რო არ მივა, იქ მაყურებელიც არ მივა. ანუ ეს არის პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმიც თუ გინდა მომავალი რამდენიმე წლისთვის. მონიშნა თეატრმა რა შეიძლება. ესე გაცხადებულად და ეს შეიძლება ვიღაცა ესე თვლიდეს, მაგრამ ასე ამის კონსტატაცია, ამის დეკლარირება, რომ თეატრი არ არის სუბიექტური პოლიტიკური აზრის ადგილი, კი შენ ვერც ბრეხს ვერასოდეს ვერ დადგამ. და სუბიექტური პოლიტიკური აზრი არ იყო ყვარყვარე დუდაბერი მისი სტურვას და კავკასიური ცარცის წრე და ყველა მისი სპექტაკლის პოლიტიკური სუბიექტური აზრი არის. რომელიმე სპექტაკლი შეიძლება ჩაითვალოს არაპოლიტიკურ, არასუბიექტურ აქტად? იცით რა, საბჭოთა კავშირში ამასში იყო გავარჯიშებული ყველა, რომ არანაირად არ გამოჩენილიყო პოლიტიკური, რომ არ გამოჩენილიყო როგორ არა. ამის მეტი რა იყო? საერთოდ სუბიექტური აზრიც არ შეიძლება გქონოდათ, ხო? რაღაცებზე და მთელი თაობები სუბიექტის არ უნდა ყოფილიყო, ერთგვაროვანი მასა უნდა ყოფილიყო. ხო და ამაში იყო, ხო, დაუშვათ სტურვაზე საოცარი რაღაცნაირი, რა ვიცი, ნოვატორობაც და გამბედაობაც, რომ როგორი მეტაფორული ენა შექმნა და გარდა მეტაფორული ენის პირდაპირ, ხო? აი ჩვენ არა გვაქვს ნანახი ეს ყვარყვარე, მაგრამ საოცრება იყო. როგორც ყვებიან და ფრაგმენტები გვაქვს, მაგრამ სხვა ყველაფერი ხო ნანახი გვაქვს და ეს იგი შენ ამას მორჩა რა, შენ ამას ვერასოდეს, ვერანაირ აქცენტს ვერ გააკეთებ. ეს იგი მაშინ უნდა მაკბეთში, რომ ეს წეული შოტლანდია განიწმინდოს ინგლისელთაგან, ესეც უნდა ამოიღო, იმიტომ რომ ეს სუბიექტური პოლიტიკური აზრია და ეხლა შეიძლება ვიღაცას ინგლისელს ეწყინოს. მაშინ მთელი დანიაში რაღაცა ყარს, ხო, რაღაც დალპა და ესეც ამოვიღოთ, ისიც ამოვიღოთ და ჩვენ გვაქვს ახლა მაგალითები ახალი სპექტაკლები, სადაც პოლიტიკური მდგენელი გენიალური პიესებიდან არის ამოღებული და რაღაც სასიყვარულო სამკუთხედი არის გაკეთებული, მაგალითად რამოდენიმე დღის წინ ნახე სპექტაკლი. რომელ თეატრში? არ ვიტყვი. ესეც ველოდი. არ ვიტყვი, იმიტომ ხო, იცით, ჩემი თავ არ გაგიკვირდეთ მე. არა. თავის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ვცდილობ, რომ რაღაცა, თუმცა შეიძლება არ არის სწორი. ქალბატონინო, ეს ამბავი, ცენზურა, ალბათ შეიძლება უწოდოთ, ხო, ამ ამბავს ცენზურა, რაც ბათუმში მოხდა. ახალი ეტაპია ქართული თეატრის ცხოვრებაში თუ დიდი პროცესის მორიგი ნაბიჯი? თქვენ ახლოდან იცით ბევრი წლის განმავლობაში ქართული თეატრი როგორ ფუნქციონირებდა და ალბათ ბევრი ისეთი რამეც იცით, რაც გარე საზოგადოებამ და მაყურებელმა არა. ესე იგი, მე მინდა უფრო ეს ღრმად შევეხო ამას ვთქვათ და არა ეს ამას გვიგრძელავდა, ის იმას გვიგრძელავდა. ესე იგი, ცენზურა არის ჩვენში. ესე იგი, ქართველი კაცი ცენზურას თავი ვერ დააღწია. ეს 30 წელი ძალიან ცოტა ყოფილა ამისთვის. ჩვენ ძალიან დიდ ტრამვაში და შიშში გავიზარდეთ, ეს მინდა გითხრათ. აი ამას ვინმე თუ უგულვებელყოფს არ არის სწორი. ჩვენი უფროსი თაობა არის აი უპირობო მორჩილებას შეჩვეული. ხელოვანებმა ეს მართლა ეს მეტაფორის ენა მიიყვანეს რაღაცა ვირტუოზობამდე, მაგრამ ეს ვეღარ გაგრძელდება ცხოვრება. აი მე ახლა ვის მივმართავ ახლა ჩვენ ვისაც რადიო თავისუფლება, აი ვის მივმართავ მომხრეებს ხო არა, მე ოპონენტებს მინდა პირველ რიგში მივმართო. ჩვენ მხოლოდ ანუ მათი შეხედულებები არ ვიცით ჩვენი აუდიტორიის, მაგრამ ნუ აი ასაკობრივი კატეგორია ვიცით, ქალია თუ კაცია ვიცით. მე მინდა რომ აი მაგრამ მე მგონი ყველას უყვარხართ არა? რატო როგორ ვფიქრობ ეს ჩემი სისუსტეა ხო მე მგონი და არა პლუსი მე როგორც ფაქტს ესება მე არ ამგონი რომ ეხლა ვკითხულობდი ამ ფორუმის მერე სპეციალურად გადავათვალიერე და რა საინტერესო იქნება რომ ის კომენტარები მოვიტანოთ და ერთხელ ის გადაცემა გავაკეთოთ ისინი რასაც გვეკითხებიან რასაც ისინი ამბობენ აი როგორ გლანძღავენ ესეც სხვათა შორის ესეც ძალიან მინდა ვაჩვენო დაუშვათ
ჩვენ ოპონენტებს, ოცნების მომხრეებს, ქართული ოცნების მომხრეებს, როდესაც ისინი ჩვენზე ამბობენ, რომ და ჩვენ ახალგაზრდებზე რო არიან უსამშობლოები, გაუზრდელები, ესენი სად გაიზარდნენ, მე მინდა ვაჩვენო მათი მომხრეების კომენტარები. მინდა ვაჩვენო ეს რა ზღვარგადასული გარყვნილება მართლა რა ოჯახში შეიძლება იყოს ტროლები და ბოტები ცალკე, მაგრამ აი არ არის ტროლი ადამიანი, ხედავ რომ ეს არის ადამიანი და რომელიც მუშაობს სახელმწიფო წობაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში დიდწილად. ან არ არის რას წერენ, შეძრწუნდებით როგორც მაგვედი ამბობდა, შიშით ენა ჩაგივარდება, შევძრწუნდი ენა ჩამივარდა. რო არ იცი რა უპასუხო, მაგრამ ერთხელ ეს უნდა იყოს გამოტანილი ამაზე. ბევრი არის ლეგიტიმური კითხვა და კარგი იქნება რომ იმათ გავცეთ პასუხი რომ რა ცენზურა, ისინი გვეკითხებიან, აი რა ცენზურაა ეხა, ხო ლაპარაკობ არა ეხლა შენ ამას. ესეც რომ არ ვილაპარაკო, ხალხო, ეს არის მაშინ ტოტალიტარიზმი. აი ჩემ ახალგაზრდობაში ყო ანეკდოტი, დიდი კრება მოეწყო და ერთი ადგა, რა ქვია თქვენ ვასა. აბა რა შეკითხვა, ხელფასი როდის მოიმატებს? ой, რა კარგი შეკითხვა, დაჯექით ვასა. და ორ წუთში მეორე წელს ხელს და თქვენს გაქვთ, თქვენ მე ვანია მქვია და რაშია თქვენი შეკითხვა? ვასა სად გაქრაო? აი ესეთი ცხოვრება იყო. ვერაფერს ვერ იკითხავდი. და ეხლა არ დაიწყო იმის მოყოლა, კარგი კაცო, რომ ესე ამდენ შოულობდი და იმდენ შოულობდი. ანუ მე თუ ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს არის უკვე აი უკიდურესი ტოტალიტარიზმი. ეკეთ რომ ვიყურებით, ვის უყურო რომ ეს არის საშინე. ამაზე უარ მე თქვენს ვერაფერს ვეღარ იკითხავთ. საერთოდ ვერაფერს ვერ იკითხავთ. ანუ ეს მე რო საუბრობ და რო ვამბობ რომ არის ცენზურა და თვითცენზურა, როგორ აუხსნა ამ ხალხს რომ ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი. ესინი კითხვას დასვავენ. მაშ რა უშლის ხელს? ეხლა ისინი კითხვას დასვავენ რომ აბა მაშინ რა ნაკლები რამ იქნებოდა? მე მინდა გავცე პასუხი შესანიშნავი ხელოვნების ნიმუშები იქნებოდა იმ დროისთვის დამახასიათებელი. იმ დროისთვის ადეკვატური დრო შეიცვალა. აი ამ სამყაროში რაც ხდება, შენ თუ ეს ამას ყველაფერს არ უპასუხე, შენ თუ ეს არ შეგეხო და შენ ისე გააგრძელე ცხოვრება კოლბაში, როგორც იყო მანამდე, შენ დაიკარგები. აი ეს უნიკალური ქართული კულტურა და უნიკალური საქართველო, რითაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ, ეს ვერ გაუძლებს დროს და ეს დაგფქვავს და ამოგაგდებს. ამაზე არის პასუხი. ჩვენ არ დავიკარგეთ ისეთ დროს და ეხლა არა დავიკარგებით, იმიტომ რომ ეხლა როგორც თქვენც აატყობთ ყველა მათ მიმართა უნიკალურად განსხვავებული დროა. ეს იგი შენ უნდა იყო ძალიან ესეთი თანამედროვე, თავსებადი ამ კონტექსტისა, რომ არ დაიკარგო და საქართველოს აქვს ამისი შესაძლებლობა და მარაგი და ეს პოტენციალი. ჯერ კიდევ. და განსაკუთრებით ხელოვნებაში. განსაკუთრებით. აი ეს შენი უნიკალურობა, არაფერს რო არ გავს. აი ძალიან დიდი განცდები აქვს ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და მოქალაქეებს, რომ ჩვენ ვინ რა უნდა გვასწავლოს, ხო? აი სწორედ ეს ის დარგია, სადაც შენ შეგიძლია ასწავლო. აი შენ ძალიან უნიკალური ხელოვნებით. და ზოგად ლაპარაკებად რო არ გადაიქცეს, აი კინოზე მინდა რა ერთი სიტყვა თქვა თუ კი, თვითცენზურაზე მინდა მაინც და თეატრში ეს პროცესის გაგრძელება იყო თუ ახალი ეტაპია ეს რო ავხსნათ, იმიტომ რომ ვინც ესე აქტიურად აი თქვენს გაქვთ ეგ შეგრძნება რომ მაყურებელმა კი არა საზოგადოებამ არ იცის, ხო რა ხდება თეატრში და გულიც წყდებათ ამის გამო რომ თქვენ შესახებ ბევრი არაფერი არ იციან და აი რო განვარტოთ ეს ამბავი, ამოვარდნილი ერთი მნიშვნელოვანი ამბავია თუ იცით აი მორიგი ჯაჭვი მორიგი რგოლი დიდ ჯაჭვში. არა ეს არის მორიგი რგოლი, ოღონდ ეხლა შექმნილი ჯაჭვი. ეხლა არის ძალიან გართულებული და ეხლა უბრალოდ ცენზურა, კანონები და ისა და ისე საერთოდ ერთი დიდი ამბავია. ეს იგი ეს ჯაჭვი არის დაყრდნობილი აი წარსულზე, იმ შიშებზე. იმის გარეშე ეს არ იქნებოდა, ვერ იმუშავებდა. ეს იგი ადამიანი როგორ არის რაღაცნაირად დათრგუნული, რომ არ უჩნდება ის, რომ ხალხო ეს როგორ დავწერო? ეს Facebook-ზე როგორ განვათავსო? რას ნიშნავს არ არის პოლიტიკური და არ არის პოლიტიკური სუბიექტური აზრის თეატრი არის ის, რომ შენ შეგიძლია ერთი პოლიტიკური აზრი კონდეს და მე ამის საპირისპირო პოლიტიკური აზრიც შეგიძლია გააჟღერო სხვა სპექტაკლში, მაგრამ საქმე ის არის, რომ
განსხვავებული ამის საპირისპირო. ჩვენ ყავს პროტესტანტები, მაგრამ მათი საპირისპირო პოლიტიკური აზრი არ არსებობს. გინახავთ სპექტაკლი, რომელიც დაუშვათ ან თანამედროვე იმას იცავდეს, თქვათ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივს, რუსების ნარატივს, ეს ხო ძალიან ახლოს არის. ეს ეგეთი რამე არის, შეიძლება დადგა სპექტაკლი, სადაც იტყვი რომ რა კარგია რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ეგებ წინ გვაქვს ეს და ერთხელაც ვნახოთ. მე იმედი მაქვს რომ არ იქნება ეს ესენით რომ სოფლიოშიც მე მგონი რომ ისე წარიმართება ყველაფერი რომ ეს წარმოუდგენელია. ანუ არის სუბიექტური აზრის და მათ შორის პოლიტიკურიც, მაგრამ ჩვენთან ეხლა პოლიტიკური აზრი არის მხოლოდ პროტესტი. და შენ აიღე და ამის საპირისპირო თუ შეგიძლია. რატო ვერ დგამენ? მორალურ, არა, ისინიც შიგნით არიციან რომ როგორ შეიძლება ხო შენ რუსეთს ხარს უჭერდე, ან რუსეთის პოლიტიკა მოგწონდეს, ან ისწიან რომ არ ბრძოლაც ცუდია, რომ არ იბრძოლო და ეს ნეიტრალიტეტი რო არის რაღაცა ყბადაღებული. ამაზე გააკეთე. არა, ეს ახლა არის რაღაცნაირი თავის ოღონდ არ იყოს ეს პროტესტი და რაღაც გადავიყვანოთ ხელოვნება, რაღაც ისეთ მიძინებულ, ისევ მეტაფორულ, ისევ ძალიან ზოგად პებლებსა და ყვავილებზე ვილაპარაკოთ. ხო, აი სიყვარულზე. იმასაც ვერ გააკეთებ. მე სიყვარული რანაირად ვერ გააკეთებ და კონფლიქტის გარეშე. სხვათა შორის, აი მოზარდ-მაყურებელთა თეატრზე მინდა ვთქვა. მოზარდ-მაყურებელთა თეატრი ხსუ ვადევნებ ყურს და თვალს რა ხდება. მუშაობენ ყოველთვის ძალიან დიდი დატვირთვით და რა ვიცი, გიჟები ორგანიზებულად დაყავთ. არა, მარტო მაგიტომ არა. დღეში აქვთ რამოდენიმე სპექტაკლი და მსახიობები ვიცი რომ აი გამწყდარები არიან, მაგრამ რა იდგმება? აი მაგალითად ამას წინა დადგეს ლამბალო და ყაშა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ცოტა ხნის წინ ძალიან ისეთი ფუტურისტული მაგდანას ლურჯა გააკეთეს. ესე იგი, მე მგონია რომ არ შევეხებოდი მაგალითად მოზარდ-მაყურებელთა თეატრს, რატო იცით, არ ვიცი შიგნით ახლა კიდე რა პროცესებია და როგორ არის, მაგრამ მე ვხედავ რომ აი ამ თვალსაზრისით, შენ როგორ ზრდი ახალგაზრდობას, ხო შენ შეგიძლია საერთოდ მოაშორო ისინი რეალობას და შეუქმნა რაღაც, მაგრამ ამავე დროს აი ეს ლამბალო და ყაშა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს არ მინახავს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე და მათ შორის მაგდანას ლურჯაც. და კიდე იქ არის სპექტაკლები, რომელიც აი ჩვენ ქართულ იდენტობას ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია და ან მე რისი თქმა მინდა რომ ანუ სამხატვრო ხელმძღვანელი ყოჩაღად იქცევა ამ დასკვნაში მე მეჩვენება ხო მე მეჩვენება რომ ძალიან ყოჩაღადაც იქცევა და შეიძლება რაღაც მომენტებში ვიღაცა იყოს უკმაყოფილო, მაგრამ მე ვხედავ რომ დაუშვათ ნუ აი გაუჩერებლად გიჟებით პატა ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვები დადიოდნენ თეატრში სკოლის და თუნდაც რომ სკოლები ორგანიზებულად დაყავთ რა არის ამაში ცუდი. ნუ ეს ეხა ერთი მაგალითად ვთქვი მე ანუ ეხა მე რა მინდა ვთქვა რომ მე ვცდილობ ვიყო ობიექტური და არ ვთქვა რომ ყველგან ერთი და აი რაღაცას განსხვავებას ვხედავ ესე არ არის ის რომ დაუშვათ ჩვენი თეატრები ის რემონტზე მიდის ის გარემონტა რეგიონების თეატრს მიექცა კი ბატონო ეს ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ როგორც თქვი, ეს არ არის მარტო თეატრი. მაგრამ არასაკმარისი. არა, არასაკმარისი არა, ეს არ არის თეატრი. შენ შეიძლება დანგრეულ თეატრში იყო, მაგრამ იქ ისეთი მუხტი და ისეთი ის იყოს სწორი ხედვა და პოზიცია, რომ იმან გაგატანინოს შენ. კი, აი დმანისის თეატრი ხო უშენებოდ ფუნქციონირებდა, რის შემდეგაც დმანისის თეატრის ხელმძღვანელი გაქრა თეატრის ცხოვრებიდან და ახლა თბილისში იდგმება დმანისის თეატრის სპექტაკლები. აი თვითცენზურა, აი ცენზურაზე და თვითცენზურაზე, ეს არის პარადოქსული სიტუაცია, რომ შენ, აი ჩემთვის უკვე აი ესეთი აი ძველი და დამღლელია, რომ შენ ელაპარაკე მეტაფორის ენით, რამდენიც გინდა ელაპარაკე. შექსპირის ენით, შილერის ენით, ამის ენით, ოღონდ ნუ იტყვი, რომ თავისუფლება პატიმრებს და იქვე კანონია, რომ აღარა გაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ შენ თავს ახვევ ვიღაცას, რაღაცას. ეს არის აი ეს კანონები, ჩვენ ეს არის ისეთი კატასტროფა, მინდა რომ თქვენ მაყურებელმა ვინც თქვა ერკვევა ვერ ერკვევა ეს რას ნიშნავს ცით 5 6 7 წელიწადში ახალი თაობა რომ ის ჩათვლის რომ არ აქვს საერთოდ პროტესტის არც ველი არც უფლება და არც სურვილი ამ თვალსაზრისით შემდეგ ის აღარ გაპროტესტებს
აღარც მიშახტეს, აღარც მისი სოციალურ პრობლემებს, არც ვექტორს, არც ჯანდაცვას, არც წამალს, არც ონკოს, არ პაციენტის კურნალობას, რომელიც ტერიტორიების ოკუპაცია, ესე იგი არაფერს აღარ გააპროტესტებს, არაფერს არ გააპროტესტებს. და ესე იგი ეს ცენზურა არის, აი როგორ იცით, ჩვენში და გარედან კიდე და ცენზურის ნაწილი არ იყო ახალი თეატრის გაჩენა. ამაზე მინდოდა ხო მეკითხა, იმიტომ რომ ჩვენ აი თქვენ რაც თქვით თავიდან მაგაზე დავფიქრდი, რომ ჩვენ შესახებ ბევრი არაფერი არ იცის საზოგადოებამ, მაგის გაგრძელება მგონია ის, რომ ხელოვანებისგან მაინც უფრო ეს შედარებით აქტიური საზოგადოების ნაწილი ითხოვს კონკრეტულ რაღაცებს, ხო, რომ აი იყვნენ პროტესტის მონაწილეები, ლაპარაკონ ხმამაღლა, ეს სიყვარული და ნდობა ხალხის რაც აქვთ გამოიყენონ ცვლილებებისთვის, ასე შემდეგ. კონკრეტული როლი აქვთ თქვენთვის მონიჭებული და თუ ესე იქცევი, კარგია, თუ არ იქცევი, მე გული წყდებათ, ხო? ეს კარგია, ცუდი, ამაზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ბოლო ამბავი რაც იყო ეს ტურნე უდიდესი, რომელიც ახალი თეატრი დადიოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მართავდა წარმოდგენებს და ამისი ბოლოც ვნახეთ, ხო? დავით დოიაშვილი მოხსნეს ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან. ვიცით ასევე სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის აქტიურობა და შემდეგ იქაც ცდილობები ხელისუფლების, რომ სახელმწიფო თეატრი ხარ და კარგად მოიქეცი. სახელმწიფო თეატრების მსახიობებისთვის იმის შეხსენება, რომ ბოიკოტში თუ ხართ და გაფიცვის უფლებას იყენებთ, ხო იცით, რომ ხელფასს იღებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასე შემდეგ. ჩვენ ერთი ნაწილი ვიცით, როცა ეს თეატრები იბრძოდნენ მათ შორის საკუთარი მსახიობებისთვის, იმიტომ რომ ეხლა როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ანდრო ჭიჭინაძე, ციხეშიძის, ხო? მაგრამ მე ამ თეატრებს რა ბედი ეწიათ, ეს ბრძოლა რაში გადაუკონვერტირდათ, ეს აღარ ვიცით, რა ხდება ამ თეატრში, შტატის ხალხი, მაყურებელი და ისაჯნენ აქტიური ხალხი, რთული აღმოჩნდა სცენაზე დაბრუნება. ესე კარგად მახსოვს, როდესაც ეს პროცესები იწყებოდა და რაღაცა გაფიცვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ახალ თეატრში ვიყავით და გამოვედი, მე მივდიოდი და ახალგაზრდები ბევრნი იყვნენ, გარეთ ეწეოდნენ. ვერ ვიხსენებ ხა კონკრეტულად ვინ არის, მაგრამ ვისაც უთხარი მათ ახსოვდა, მე ვთქვი, თქვენ ხო იცით მეთქე, რომ ჩვენ შეიძლება აქ ვეღარ დავბრუნდეთ ვერასდროს და მითხრეს, რატო ამბობთ, ქალბატონო ნინა? მე თვითონაც არ ვიცი რატო ვამბობ, მაგრამ მე მივხვდი, რომ ცხოვრება შევიდა ძალიან კრიტიკულ ფაზაში. აი ამას მივხვდი, რომ რაღაცა ისა დამთავრდა უკვე რაღაცა თითქოს თამაშები და უთხარი ჩვენ აი ესე ახტას ნეტა ყველაფერი ჩვენი სიკეთე, როგორც ეს ახტა, ჩვენ ვეღარ დავბრუნდით იმ სცენაზე. ეს იყო ძალიან მე ეს მქონდა გაცნობიერებული ეს რო გაფიცვა დამთავრდებოდა გამოშვებით. არა, მე გაცნობიერებული მქონდა, რომ პროცესები, რომელშიც ესე სერიოზულად ერთვები საბედისწეროც მთავრდება, ან საბედისწეროდ კარგად, ან საბედისწეროდ ცუდად. და ამას ვუშვებდი, არ შეიძლება შეხვიდე გაფიცვაში და არ იცოდე რითი დამთავრდება ეს. არ წარმოდგენა არ ქონდეს იმაზე, რომ არის აქედან ორი გამოსავალი. და იცით რატომ რა მიზეზით მოხსნეს დათო დოიაშვილი თეატრიდან? დათო მოხსნეს, იმიტომ რომ პროცესი იყო თეატრში გაჩერებული. ეს იგი სპექტაკლებს აღარ ხო, ეს იგი ჩვენ 28 ნოემბერს მოხდა ეს ამბავი, ანდრო დეკემბრის დასაწყისში დაიჭირეს, დაიწყო პროტესტი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი და აპრილში უკვე მარტში უკვე მოხსნილი იყო, რომ არ შეიძლება რომ თეატრი, თუმცა უკვე იყო ჩაშვებული 4 სპექტაკლი და დაწყებული იყო მუშაობა, მაგრამ სპექტაკლები არ მიდიოდა. და კულტურის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება თეატრი გაჩერდეს. დღეს არის აი თებერვალი, ხო? ერთი წელი გავა თვენახევარში და თეატრი გაჩერებულია. ისევ არ იდგმება სპექტაკლი. არაფერი არ არის იქ. მაგრამ მე მინდა რომ საზოგადოება არ არის. არ არის, ახალ თეატრში არაფერი არ ხდება. ეს იგი ყველანაირი დანამატი, ყველაფერი მოეხსნათ მსახიობებს და ხელფასის მინიმუმს იღებენ. არც პროცესია, არაფერი არ არის და მეორე საკითხია იქ ვინ როგორ თulis და ვინ ვის რა შეადანაშაულებს დაუშვათ, მაგრამ აი მე მინდა კულტურის სამინისტროს მივმართო, რომ აი კულტურის სამინისტროს კი არა, საზოგადოებას, რომ მინდა იცოდეთ, რომ თეატრი იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც იყო, რომ გაჩერებული იყო პროცესი, 1 წელი არის გაჩერებული. ანუ ეს არის ზარალი საზოგადოებისთვის, ეს არის კატასტროფა თუ არა, არის და ორმაგი სტანდარტი.
ორმაგი სტანდარტი. ეს არის. ეს რაც შეეხება ახალ თეატრს. ახალ თეატრში არაფერი არ ხდება. ახალ თეატრში ბილეთის ყიდვაზე იყო უდიდესი ამბავი, იმიტომ რომ სრული ანშლაგი იყო. გაჩერებულია ყველაფერი. გაჩერებული, ესე იგი ახალ თეატრში. სამეფო უბნის თეატრში, ესე იგი ირიბად მე ასე მგონია რომ ეს იყო აბსოლუტურად მე და რა თუნდა მაგას ისა ინსინუაციები ეს იყო მცდელობა დათა თავაძის აქტიური პოზიციის გაჩერების ჩახშობის და ირიბად შეეხნენ მორწმუნეების მართლა გრძნობებს და ასე დაარტყეს ძალიან დაბიო და უზნეო საქციელი და როგორც ბილიარდის ბურთს რო აქ დაარტყავდა იქ ჩავარდება აი ასე მოხდა ეს ყველაფერი კონტექსტის გაურკვევლად, მუხანათურად შეძრნენ ჩუმად, გადაიღეს და აი ესე ჩუმად რაღაცა იმითი გამოიტანეს და გააგიჟეს ხალხი. აი გააგიჟეს. ყოველ შემთხვევაში ეს სპექტაკლი მოიხსნა, ეს სპექტაკლი და მცდელობა იყო თეატრის შეჯანჯღარების და გაჩერების და დახურვის და ისეთ მოთხოვნების საზოგადოებიდან მაგრამ თეატრი ჯერ აგრძელებს. მაგრამ მოუწია ცვლილებები. მუნიციპალური თეატრია და ცვლილებები რა მხრივ ცვლილებები. თუ ის სპექტაკლი აღარ არის. ის ხო მოხსნეს ის სპექტაკლი. დათა სპექტაკლი? დათას ხო. ის საიდანაც კადრები. ხო, საიდანაც დაიწყო ლიბერტე გაჩერდა, მაგრამ თეატრი აგრძელებს თავის მას რეპერტუარი აღდგა და ახალი სპექტაკლი დაიდგა. ახლა დათო დოიაშვილის ახალგაზრდებით განენ და ფაქტიურად ეს არის ერთადერთი ალტერნატიული სივრცე დაუშვათ ერთადერთი და მე სხვაზეც ვიტყვი აუცილებლად სადაც ვთქვათ პროტესტის ხმა არის და ეს არის ერთადერთი სახელმწიფოსთან ერთად მეტი ეგეთი აღარ არის და არის რამოდენიმე პატარა თეატრი ათონელი ჰარაკი ქალაქის თეატრი თავისუფალი სივრცე დაგეთ ღია სივრცე თავისუფალი სივრცე მიშა ჩარკვიანი დაიკეტა. არა აქვს დაფინანსება, იმიტომ რომ დაფინანსება უნდა დარეგისტრირდე როგორც აგენტი და ასე შემდეგ. ესე იგი, იქ სადაც ხდებოდა ახალი დრამატურგიის, ახალი თარგმანების, ახალი რაღაცა ძალების მოსინჯვა, ალტერნატიული ზოგჯერ მისაღები, ზოგჯერ მიუღებელი, მაგრამ ახალგაზრდები თავს ცდილობდნენ რომ ემუშავათ ეს სივრცე დაიკეტა. ეს პატარა თეატრები ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს აკეთებენ. იქ არის პროტესტი, ეს არის აი როგორ იცით და სტუდია 42 ეს ლევან წულაძის, რომლებიც რაღაც პროტესტშიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ყველასთან ერთად და რის ხარჯზე რის ფასად საკუთარი სახლების და მქონების ჩადება და რაღაცა უმკლავდებიან ამას, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ აი ეს პატარ-პატარა ალტერნატიული თეატრები ისინი ძალიან ცდილობენ და ძალიან ვაჟკაცურად და თან ზოგმა უნდა გადაიხადოს მაგალითად ქალაქის თეატრმა თან იჯარა თან ის არის ფაქტიურად არ ვიცი განდევნა ეს რამდენს გაუძლებენ ისინი. მე კიდე რაღაცა კანონს მოიგონებ რა უნდა ჩვენ ხო ხედავთ კანონის მოგონებას რაღა უნდა. სამი დღე. და ესე იგი მოსმენა. ესე იგი ეხლა ეს არის რაღაცნაირი ესეთი კეთილინება რომ აჰა თქვენ შედით და აი ამ პატარ-პატარა სივრცეებში ითამაშეთ, მაგრამ სახელმწიფო თეატრში ეს პროტესტი აღარ არსებობს. და ქალბატონინო, აი ამ კანონებსაც, რადგან ხელისუფლების მხარდამჭერებ თან მიმართვა მოგწონთა და ცდილობთ რომ მათთვის გასაგებად ახსნათ. არა, უკაცრავად მომწონს, როგორ გითხრათ, მომწონს ცდილობთ რომ მათ გააგებინოთ თქვენი გულის ტკივილი. ხო, მომწონს როგორ შეიძლება მომეწონებოდა რომ იქიდან ფიდბექი იყოს და აი მე ვთქვი და რაღაცა გაიგეს, გაგებით შეიცვალეს აზრი და შეიძლება მომწონებოდა ჯერჯერობით, მხოლოდ ეს არის ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა და ეგ არაფერი არ არის, არ ხდება ჩვენ შორის კონტაქტი.
ხო, ხო და აი ვცადოთ მაგალითად აუხსნათ ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომლებიც იტყვიან, რომ ნუ რა არის მორიგჯერზე ახალ კანონებზე, რა არის ამაში ცუდი, როგორ აფერხებს აგენტების კანონის გამკაცრება თუ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები თეატრის მუშაობას რატო აფერხებს, ხო? აი რა პრობლემა გექმნებათ ამით? რა პრობლემა გექმნებათ? იცით რა, მე რა მინდა ვთქვა, რომ ეს კანონები რაღაცა ზღუდავს, ხო? რაღაც და აი რა მინდა იცით გითხრათ, ჯერ მხოლოდ აი ცენზურაზე მინდა უბრალოდ ერთი რამე ვთქვა, რომ ეს ცენზურა, რომელიც არის ჩვენში, რყნის ჩვენ სფეროს. შენ რომ იცი, რომ ეს რაღაც არ შეიძლება, უკვე შენ თავიდანვე უკვე ისე მუშაობ, ისე აზროვნებ, ისე დგამ და ისე ხალხს აბავ ამ პროცესში, რომ ეს არის კონფორმიზმი. ვერ ამბობ თავისუფლად რაც გინდა და აი ამ წვალებაში მე ეს ჩემ თავზეც შემჩნევია. ეს რა უბედურება, როდესაც რაღაცას გიჭირს თქვა, არ თქვა და წლების მანძილზე. და აქედან რომ გამოვა ადამიანი იმის ისევ უკან დაბრუნება ძალიან ძნელი. ერთხელ რომ მოხდება ეს გათავისუფლების პროცესი და მით უმეტეს იმ ახალგაზრდების, რომლებიც არასოდეს ამაში არ ყოფილან, საერთოდ არ წარმოუდგენ იმ ხელა განსხვავება ჩემსა და ახალგაზრდების შორის, აი როგორ ვაფასებთ ერთსა და იმავე ფაქტს. მე ყოველთვის უფრო ტოლერანტული ვარ რაღაცის მიმართ. ესენი გადაირევიან. მერე ჩემში ხდება რაღაც ცვლილება, ვცდილობ რომ მათშიც და რაღაცა საერთოდ გადაკვეთის წერტილი მოვძებნო. მაგრამ მე ხო ვხედავ მე როგორ რა არის ჩემი წარსული. მე ხო ვხედავ რომ რამდენად უფრო ლოიალური ვარ სახელმწიფოს მიმართ. რამდენად. საერთოდ ეს გაგება რომ ჯერ ადამიანია და სახელმწიფო ადამიანის გარშემო იყო ჩემ თაობაში თითქმის არ არსებობს ეს ჯერ კიდევ აი საბჭოთა სტალინის დროიდან მოდის რომ სახელმწიფო როგორც ერთი ადამიანი კი რა ერთი პერსონა, ერთი მამა, ერთი რაღაცა ძლიერი ავტორიტეტი რომელიც ყველაფერს რასაც არ აკეთებს ხალხისთვის აკეთებს. ცუდიც, რეპრესიაც 37 წელიც და 52 წელი ეს ხალხისთვის, საზოგადო ვიღაცისთვის ვინც ამით მერე სარგებლობს, რომ მან იცის, მან უკეთ იცის რა არის საჭირო. მან უკეთ იცის საჭიროა თუ არა რეპრესიები. მან უკეთ იცის საკონცენტრაციო ბანაკების სამაგიეროდ ხალხის სხვა როგორ ცხოვრობს. ეს ჩვენში დევს, ეს ჩვენი შიში. ერთმა ჩემმა ნათესავმა ყოფილმა თქვა რომ ჩვენ ყველაო ანტისტალინისტებიც და სტალინისტები ყველა სტალინისტები ვიყავითო რომ ანუ ეს ისე იყო ჩვენში გამჩდარი და რაც შეეხება ახლა აი ამ გრანტებს, იცით, არ მინდა ისეთ თემაზე ვილაპარაკო, რაც არ ვიცი და ეს. მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ ყოველ შემთხვევაში ის რაღაცა დონაცია, რომელიც არსებობდა დაუშვათ ღია თავისუფალი ღია სივრცისთვის, რომ აღარ არსებობს, ისიც აღარ არის. ეს უამრავ პროექტს აფინანსებდა. დღეს გამოდის, რომ ცოცხალი არის მარტო ის, ვისაც სახელმწიფო აფინანსებს. და ეს აი ძალიან რთულია ამ დონის თავისუფლება კონდეს ინდივიდს რომ სახელმწიფო აფინანსებდეს და ის კიდე ეს ყველგან ჩანს არჩევნებშიც და ასე შემდეგ. როდესაც პროტესტი დაიწყო, ეს იგი აღშფოთებული იყო რაღაც ნაწილი, რომ ეს რა თავხედობაა, ვიღაცა თქვენო პროტესტსაც აკეთებთ. აჩერებთ პროცესს და კიდე ხელფასი იღებთო და ეს არის ცოდნის სიმცირე და ეს არის ის როგორც ჩვენ რომ ეს პროტესტი და ეს ბოიკოტი არის ერთ-ერთი ჩვენი ლეგიტიმური უფლება, გაფიცვის უფლება, რომ ეს არის ენა სალაპარაკო სახელმწიფოსთან, როცა სახელმწიფო აბა როგორ არის ევროპის ქვეყნებში მატარებლით ვერ მიდიხარ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როგორ საფრანგეთში ყველაფერზე გამოდიან და აპროტესტებენ. ჩვენი გადმოსახედიდან მე მინახავს აქ როგორ დასცინიან და ეს ფრანგები და ისინი, მაგრამ ეს არის სასაუბრო ენა სახელმწიფოსთან. მე შენ დაგიქირავი, შენ მე არ მისმენ, მე ეს ბოიკოტს ვაკეთებ და ამით პროტესტი გაფიცვა, რომ მე შენ გაიძულო, ჩემ პრობლემას ჩაგახედო და მთელი რიგი, მაგრამ ეს ხო, მთელი სისტემა, რთული სისტემა. ჩვენ ეს არ გამოგვივიდა ეს ბოლომდე, იცით, დაიწყო პროტესტი და სხვათა შორის დიდი ძალა იყო, მაგრამ მერე ჩაიხსნა ცალკე კლუბები, მერე რაღაცა თეატრები, მერე და რაც გაძლება იყო, გაძლო აი ახალმა თეატრმა და კიდე შეეწირა და
მე უბრალოდ მინდა ვთქვა ახალ თეატრზე, რომ ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა არის განაწყენებული მეორე ნაწილზე, მათ შორის ჩვენზე, რომ აი დაგვაკარგინეს თეატრი და როგორ თქვა, როგორ ავხსნა და ვერ ვუხსნი მათ, რომ არის რაღაც მომენტები, საბედისწერო მომენტები, როდესაც რაღაც უნდა გაიღო, რომ მიიღო. და დღეს არ ჩანს რა მოხდა ამ გაღებით. არ ჩანს, მაგრამ ეს გამოჩნდება. და ეს იქნება აი ეს არის აი მე ძალიან შეიძლება ხე ემოციურად ვამბობ, მაგრამ ეს ვინაიდან ჩემ კოლეგებს ეხება. ასევე დათას შემთხვევაში. რაც მოხდა სამეფო უბნის თეატრში, ამ ზაფხულში ის ტერორი, რომელიც იყო თეატრის გარშემო. ამ ტერორმა საზოგადოება ისე გახლიჩა, ისე თისქნა. ყველაზე მეტად რასაც მე ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობ და რაზეც ვარ აი გაოგნებული, რომ ხდება რადიკალიზაცია საზოგადოების სხვადასხვა ფენების. ეს არის ასევე მათთვის ძალიან საშიში. ეს არის საბედისწერო პროცესი, როგორ ხდება ხალხის ერთმანეთთან დაშორება. არანაირი მცდელობა საერთო აზრის მოძებნის რაღაცის. ეს აქ ჯერ გონია, რომ ენაც კი სხვადასხვაა. ხო, ძალიან ეს დიდი სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი ადამიანების. ქალბატონო, ამ საბედისწერო გადაწყვეტილებას უკაცრავად თემურ ჩხეიძის სახელოსნოზე მინდა ვთქვა, აი ეს კიდევ მინდა ეხლა ეს უკვე ფართო მასებმა ალბათ არ იციან, მაგრამ ჩვენ სახელოვნებო წრეს მინდა მივმართო, რომ თემურ ჩხეიძის სახელოსნო წლების მანძილზე იყო აი სამჭედლო რეჟისორების, დრამატურგების, რაც ჩვენ ესე გვაკლია. მე თვითონ მიმიღია ამაში მონაწილეობა და მინახავს აი ცოცხალი პროცესი ალექს ჩიღვინაძის პიესაში, თან ვთამაშობდი, თან რეჟისორიც იმ სახელოსნოდან იყო ალექსი და ჩვენ აი ამ ტექსტს ვცვლიდით და სხვათა შორის ის გამოცდილება, რაც მე მქონდა რუსთაველის თეატრში მიღებული და სტურუასთან, რომელიც ტექსტთან საოცრად თუ ვინმე მართლა მუშაობს ტექსტზე, ეს შედევრები მაქვს ნანახი, აზროვნების ყოველთვის არასოდეს თარგმანს არ ენდობოდა, ყოველთვის დედანიედო თარგმნიდა უყურე. აი ის გამოცდილებასაც აი ეს გადმოდიოდა და ეს რაღაც საოცარი სინერგია იყო და ეს იყო სინამდვილეში აი თემურის შექმნილი ეს რაღაცნაირი ლაბორატორია. გარდაიცვალა თემურ ჩხეიძე და გაგრძელდა ეს პროცესი და შემდეგ წელს დაკეტეს ეს პროცესი და ყველაზე მწარე რაც არის, რომ იქ ლამის გაფლანგვა და რაღაც დააბრალეს. აი მეთათავაძეს ისე. ხო, მე აი ეს მე მივიდა მივმართო უკვე მარტო ჩემ კოლეგებს უბრალოდ და ვინც გქონდა რომ ეს ძალიან დაბიოსაქციელია. ეს ამის გამეორება, ამაზე ლაპარაკი. ეს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება საერთო ენის მოძებნა მერე, როდეს სირცხვილია ეს. ბევრი რამე შეგიძლია არგუმენტი გქონდეს, შეგიძლია ლეგიტიმური კითხვები გქონდეს და ამაზე მოითხოვო პასუხები. მაგრამ ადამიანს რაღაც ესე დააბრალოს, სამარცხვინოთ და ეს შედიოდეს რაღაც საერთო რიტორიკაში, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, ძალიან სირცხვილია და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ამას როგორ უნდა ვაჯობოთ. ამას როგორ უნდა ვაჯობოთ? ისე ცხოვრება ისეთია, რომ ის ხალხი, რომელიც 90-იან წლებში და ზვიად გამსახურდიას პერიოდში და შემდეგ ეს საშინელი სამოქალაქო ომი რო დაიწყო, ეს ხალხი, რომელიც მიუღებელი იყო, მერე დაბრუნდა და რა ვიცი, ცოტა ხნის წინ ჭკუას გვასწავლიდა ჩვენ და სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ ქართული საზოგადოება, საოცარი საზოგადოება, რომ შეუძლია კრიმინალს მოусმინოს და ისა რა ქვია, კიდე იმის რჩევები და დარიგებები და იმის მიიღოს და რეაბილიტირდეს ადამიანი და ხო, ნუ მე თვითონ რადიკალიზაციის წინააღმდეგი ვარ და ხო, ჩვენ უნდა ერთმანეთს მოусმინოთ, მიუტევოთ, მაგრამ საქციელად არჩება. მიუღებელი, ესე იგი საბჭოთა დროს თვითმფრინავის ცნობილ მოვლენებზე გატაცების მოვლენებზე ხელოვანებმა პროტესტი რაღაც ნუ ჰქონდათ რეაქცია, ყველამ ხელი მოაწერა წერილს და რომ არ დაეხრიტათ სხვა არაფერი, არ იყო მათი განდიდება და ეს არა და შემდეგ მოუწია უმრავლესობას ის ხელმოწერის უკანწაღება. ეს რა არის? ეს ამას როცა ხელოვანი ნაღები აკეთებს.
ეს რა რთული რამეა. ეს რაზე მიუთითებს, რომ ავადმყოფი საზოგადოება. უძიმე სიმოვლენა იყო. აი ესეთ რაღაცაში გვინდა დაბრუნება? რატო რა საფრთხე ემუქრებოდათ ხელმომწერებს? აი ხო და რა საფრთხე ემუქრებოდა? ზოგი დაიბარე, ზოგი ისხნეს და იცით რა, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. დღეს მოაწერეს და გუშინ გამოიტანეს. ანუ რამე ეგზისტენციალური საფრთხე არა, ეტყობა ემუქრებოდათ, არა, ეტყობა ემუქრებოდათ, რატო გამოიტანდნენ ამას. მაგრამ აი მე გეუბნებით რეალობა ასეთ იყო. ხელი მოაწერეს, შეწყალებს და მე მოუწია უმრავლესობას წაღება. იგი რა კონტექსტი იყო, რა სიტუაცია იყო და ან შიგნით მე რო დაფიქრდნენ რა და ეს როგორ მათ ჰქონდათ მთელი ცხოვრება ხინჯად და რამხელა განცდად და მე სხვისთვის რა უნდა მოეწოდებინათ, რა უნდა ესწავლებინათ, რა უნდა ეთქვათ, რა დღეში იყო ხალხი. და კიდე ერთი რამ ბოდიში რამ მე რო ასე ჩემი მასე გადავდივარ, აი ძალიან ხშირად ეს უბრალოდ ვიღაცები წერენ რომ ჩვენ რას გვიყენებენ მას თანამედროვე ხელოვანებს, მსახიობებს, რომ თქვენ რა ვინ ხართ, აი ისინი იყვნენ თუ იყვნენ და ეს აი როგორი ტკბილი და კარგი გარემო იყო და ტკბილი და კარგი გარემო იყო და ისინი მართლა ჩვენ ისე გვყვართ ჩვენი მსახიობები და მე რო გამახსენდება მომიწია მათთან ყოფნა აი დიდ სახელებთან და ისინი რო დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები ამას უამ ისინი ჩვენს გვერდზე იქნებოდნენ. საბედისწერო გადაწყვეტილებას და ბრძოლას დაუბრუნდები, აი რო თქვით, რომ ახალი თეატრიდან რო გამოდიოდით, იცოდით, რომ იქ შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყავით და მან გამარჯვება, ან დამარცხება, ხო? საბედისწერო გამარჯვება, ან საბედისწერო დამარცხება. ეხლა ჯერ კიდე მაგ განაჩენს ელოდებით, დამარცხდით თუ გაიმარჯვებთ, თუ გადაწყვეტილია ამ ბრძოლამ და პროტესტმა, რაც მოუტანა ადამიანებს და ინსტიტუციებს. იცით რა, ეხლა ინსტიტუციის თვალსაზრისით რომ დაუშვათ დათო დოიაშვილი წამოვიდა თეატრიდან, მე არ მიმაჩნია ეს დამარცხებად. არ მიმაჩნია. არც იმათ არ ურჩევ, ვინც თეატრში დარჩა, რომ ისინი დამარცხდნენ და ერთი წელი დაუხურეს თეატრი. მე ვეტყოდი, რომ იბრძოლეთ. ეხლა დარჩით იქ, ეხლა იბრძოლეთ იმისთვის, თქვენ გაქვთ უფლება ლეგიტიმური, რომ მოსთხოვოთ სამინისტროს თუ ხელისუფლებას, რომ აღდგეს პროცესი ისეთი, როგორც თქვენ მიგაჩნდათ, რომ უნდა იყოს. თქვათ, არ მიგაჩნიათ რადიკალიზმი სწორგზად, მაგრამ თეატრი უნდა იყოს და თქვენ გაქვთ ამის უფლება, რომ დაიცვათ ის მუსკომედიის თეატრი თქვენი ხედვით, გაგებით, თქვენი სიყვარულით, თქვენი მოტანილი შრომით, როგორც ამბობთ და გააგრძელოთ. საბედისწერო დამარცხება, მე არ ვთვლი ამას საბედისწერო და ინსტიტუციის რაღაცა ის არ ვთვლი ამას საბედისწერო დამარცხებად პირიქით. მე ვთვლი რომ ისეთ რამ მოხდა, იქ მე სასამართლოზე სიარულით, იქ პატარა გამარჯვებებიც იყო. ის რომ უდანაშაულო სამი ადამიანი ახობაძე კაცია ის ბიჭი გამოუშვეს ეს არ არის წინწადგმული ნაბიჯი. ამის უკან პროტესტი არ იდგა. პროტესტი რომ არანაირი არ ყოფილიყო. ბოროტება მეტი არ იქნებოდა. შეუდარებლად. ეს არის შეიძლება ხა ძალიან დიდ მამდე ვერ მოხდა გათავისუფლება არ მოხდა სინთეზის პატიმრების, მაგრამ როგორ ეს ბრძოლა არის, ეს ყოველდღიური ბრძოლა. ეს ასე არ არის, ეხლა ჩვენ ვიბრძოლეთ პროტესტში და ეხლა შეგვისრულეთ ყველაფერი, მაგრამ მე მგონი ჩვენ ამის განცდა გვქონდა, რომ ჩვენ ეხლა გამოვალთ პროტესტში ვიქნებთ. არა, ეს არის პროცესი და ამ პროცესში ჩართული ხალხიდან რამდენი აღიქვამს აი პროცენტულად თუ არ ვიცი მასშტაბი როგორია ბრძოლას, რომელიც ჯერ კიდევ გასაგრძელებელია და ბრძოლას, რომელიც დამთავრდა და ვერ მოიპოვეს გამარჯვება, რა შეგრძნება გაქვთ როგორც შიგნით ყოფ ადამიანს თეატრალურ საზოგადოებაში. იცით რა, ხელოვან ხალხს პირიქით არ აქვს ეს რაღაც, დათრგუნული ყველა არის, მაგრამ სუგზების ძებნაში არიან. აი ხა მაგალითად იგივე თეატრში რო სადღაც ეს პატარა თეატრები რო არის და ისინი რომ მუშაობენ და საპროტესტო თქვა სპექტაკლებს და ეს პროტესტი მარტო პროტესტი ხო არ არის ესეთი აბსტრაქტული. უამრავ რამეს ეხება სოციალური თემა ის, რასაც სხვაგან ვერც წააწყდები. ეს ხალხი მე მგონი არა, ისინი სულ ცდილობენ რომ მოძებნონ, აი რაც არის იმაში მოძებნონ ბრძოლის გაგრძელება. მაგრამ საზოგადოებაში შეში არის მზარდი, რასაც გარედამკვირვებლები საზოგადოებამ ძალიან მძიმედ უყურებთ.
ძალიან მძიმედ აღიქვა ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ესე მარტივად არის. ამას იცით კიდე გარშემო კონტექსტით ძალიან ხელს უწყობს. ადრე იყო რაღაცნაირი მყარი დასაყრდენი, რომ აი ვთქვათ შენი ცოდი რომ შენი საგარეო პარტნიორები ეხლა ისეთი ამბავია და ისეთ ბოროტებას, რასაც ქვია ერთი ომი უკრაინაში, იქ რაც ხდება ღაზაში, ისრაელში, ეს იმდენ უსამართლობას და ისეთ რამესთანა გაქვს საქმე და იქ რო ხედავ რომ არაფერი არ წყდება, ხალხი ყოველდღიურად იღუპება და ეს წერტილი არ ესმება, მე რაღაც ისეთი შედარებას რო აკეთებ, მაგრამ ჩვენი ბრძოლა. არც ერთ მე მაქვს ჩემი თეორია რომ დემოკრატიაზე პრეროგატივა რომ აი ამ ქვეყნების არის პრეროგატივა და შენ ვინ ახარ გაწო შენ იმას უნდა არ არსებობს. საბოლოოდ შენ შეგიძლია შექმნა შენი დემოკრატია ისეთი რომელიც შენი უნიკალური და ამის პოტენცია ყველას აქვს და ჩვენ ერთ პატარა ქვეყანას ხომ აქვს და აქვს. თან დიდი კულტურის მქონეს. მე აი დიდ კულტურაზე მინდა და მეკითხა. კინოზე გათქმევინებთ კინოზე და მე რა გკითხავ დიდ კულტურაზე. მე ეხლა იმაზე ვსაუბრობ, რაც დავუშვათ ვიცი და ეხლა კინოზე მინდა ვთქვა, რომ აი ორ სიტყვას მიტყვი, ესეც იმათვის, აი თეატრი კიდე მუშაობს და კინო არ მუშაობს. ეს არის აი არ ვიცი რა დავარ, კატასტროფა. ეს არის ნამდვილი კატასტროფა. ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვიტანს რამდენიმე წელიწადში წარმოუდგენელ ზარალს. როგორც არ უნდა თქვა ეკონომიურად დადგეს ფეხზე საქართველოს. გოგახაინდროვა ხო გადაიღებს ახლა ფილმს. ხო, მე არ მგონი ამ საქმეს უშველოს რამენაირად. ეს ეხლა თქვენ ეს ირონიული კითხვაა, მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო ის არის დიდი. ესე იგი 2000 წელს ელდარ შენგელაიას ინიციატივით შეიქმნა ეს კინოცენტრი, რომელიც უკვე აღარ იყო კინოსტუდია, იყო კინოცენტრი, ეს არის ევროპული მოდელის მიხედვით. და სხვადასხვა დროს რამდენიმე ადამიანი იყო ამის სხვადასხვა იყო სხვადასხვანაირი ხალხი. ოთარ შამათავა იყო, იქ იყო ზაზა ურუშაძე, გაგა ჩხეიძე ორჯერ იყო, ნანა ჯანელიძე იყო, ეხლა მინდა თაკო ტატიშვილი 2005 წელს დაამთავრდა რაღაცა კრიზისი და დაიწყო ამ კინოცენტრის დაფინანსება. ზურა მაღალაშვილი იყო და დაიწყო ამ ცენტრის დაფინანსება და დაიწყო ქართული კინოს აღმავლობა. აი მართლა დიდი ისტორია ქონდა ქართულ კინოს, ძალიან წარმატებული. მერე იყო წყვეტა, აი ამ რთული პერიოდის გამო 90-იანი წლები და შემდეგ ნაბიჯ მართლა დაიწყო აღმავლობა და ეს არის ის ინსტიტუცია, რომელიც განვითარდა, რომელმაც შემოიტანა ეს კონკურსის ელემენტები და ჩვენი კინო მოხდა ისევ აღორძინდა და რაღაცა სტანდარტს მიაღწია და მწვერვალებს მე ვიტყოდი და თან რა მოხდა ის ახალი სახეები, ბევრი ქალი და ეს სოციალური თემა გაჩნდა კინოში. კრიტიკული გახდა კინო ძალიან. შეიძლება იმ გაგებით, რა გაგებითაც შეიძლება სხვა ძველ დროს ჩვენ ფილმებს ვეტრფოდით ისეთი არ არის, მაგრამ სხვა კინოენა, სხვა ენა, სხვა გაგება. კინოცენტრი გაჩერებული უკვე მეოთხე წელი ხდება. ესე იგი ბოლო რაც იყო დაფინანსებული ის ბოლო ფილმი ხო იცით კინოს დრო ჭირდება ეს კინო წარმოებას დრო ის აი ახლა ბოლო ფესტივალზე მე მგონი ერთი კინო ფილმი იყო და დამთავრდა. ქართული კინო გაჩერებულია და კინოთეატრების ამბავი. კინოთეატრები სად არის კინოთეატრები? ხო, იკეტებოდა. გარდა ამისა, ის დოკუმენტური კინოს ფესტივალი დაიხურა, თბილისის ფესტივალს პრობლემა აქვს, ქუთაისის არაფერი, ეს იგი ყველანაირად ბათუმის არ ვიცი რომ პრობლემები იყო, მაგრამ არ ვიცი აფინანსებდა. შეუწყვიტა ეს დაფინანსება. ეს ხალხო, ეს არის ჩვენი საარსებო ისინი წყაროები. ეს არის ჩვენი მომავალი. ეს არის ის რისი ნიჭიც გვაქვს და რისიც ვართ უნიკალურები. დამთავრდა ქართული კინო თუ დამთავრდა, ჩათვალეთ რომ ეს სული ამოაცალეს ქართულად. მოდი მე ვიქნები ეშმაკის ადვოკატი და ვიტყვი რომ თქვენ არიყავით კინოცენტრს რო ბოიკოტი გამოუცხადეთ, მიგეღოთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პირობები და კონკურსებში მონაწილეობა და გექნებოდათ ფული კინოებისთვის.
ალბათ ესე იტყვის მოქმედი კარგი ხელისუფლება. კარგი კითხვა და მე მინდა დავსვაგითხრა და თქვენ როდესაც ამ ახალ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას მე იმ რანგის თავისუფლება მექნება როგორც ყოფილიყო ისევე შმაკის ადვოკატის პოზიციიდან ცადე ხო არ გიცდია რა იცი იქნება არ გიზღუდა თავისუფლებას არა რომ იმ კონტექსტის გათვალისწინ როგორ იმ კონტექსტის გათვალისწინ და მაშინ მეც დაგისვათ კითხვას როდესაც კინოცენტრის ესე იგი 4 წლის წინანდელ ამბავს ვამბობ ჟიურის იკრიბება რაღაცა ფილმის შესაფასებლად მოდიან კონკურსანტები და ვერ პოულობენ ოთახში თავის ჟიურის წევრებს და მე ვურეკავ და ვეუბნები თურმე რეკამდე გითხრები ჩვენ მოვედი სადახართ და ამბობენ ჩვენ ჩაგხსნეს ჟიური და იქ ხდება ახალი ხალხი დანიშნული და იმათთან ესე იგი დაუნიშნეს ახალი ჟიურის წევრი ძველი გაწიეს და შემდეგ ამ ჯგუფმა იჩივლა და მოიგო ეს სასამართლო რაღაც მე მგონი კომპენსაცია მოიგო ამ ძველმა ჟიურის შემადგენლობა მაგრამ საქმე დაზარალდა და გაფუჭდა როდესაც შენ ესე შემოდიხარ და ასეთი ნაბიჯით პოზიციონირებ რომ შენ შეგიძლია გაწიო დაანგრიო ახალი შემოიყვანო ეს ბადებს თუ არა ნდობას როდესაც შენ ასე მეკცევი მე მიჩნდება თუ არა პროტესტი და შენ საბოლოო ჯამში ხო მაინც შენ დაზარალდი თუ ისე კულტურის სამინისტრო ვარ რომ აღარ გაგაკეთებ ამას არა რატომ აკეთებ ამას ხელისუფალი ვარ გამდის და ვაკეთებ შენ გინდა რომ დაარღვიო რაღაც შენ არ შემოდიხარ შესაკეთებლად გასაუმჯობე შენ მოდიხარ გასაჩეხად შენ გინდა შენ ალბათ ეს გინდა რომ დაანგრიო ხო მაგნეტოტები უნდა გაისხიყოს არა რა მაგნეტოტები იყო რა მაგნეტოტები არის რაღაც კონკურსი მოდიან კონკურსანტები და უკვე იმათთან ამდენი იმუშავეს და ბოლო ეტაპზე ვიღაცა სხვა ხდება ეს რას ნიშნავს ანუ ბოიკოტი საბოლოო ჯამში მაინც გამართლებულად მიგაჩნიათ ხო ეს იყო ჩემი კითხვა აი ეს არის თქვენი კითხვა რკინა დაზარალდა ძალიან დაზარალდა ხო მაგრამ პრინციპებისა და თანმიმდევრულობის ყურებაში +1 მონეტა არის ხო ეს იცით როგორი საკითხია თან კინოს ხალხი ძალიან ეს არის კიდევ უფრო დიდი ინდივიდუალისტების შეკრების ადგილი იმიტომ რომ თეატრი არის მაინც ჯგუფური შემოქმედება და კინო არა ეს არის ცალკე რეჟისორი ცალკე ოპერატორი ცალკე მსახიობი ისინი რაღაც პერიოდით იკრიბებიან და ეს არის ძალიან ესეთი ხედვა მათთვის შეუძლებელია ურთიერთობა ამ ხალხთან, როდესაც მოყავთ მათთვის მიუღებელი პერსონები, მიღებული პერსონები რომ მოდიან, იქ არის ბევრი დაპირისპირება და ერთ-ერთი მოსწონს და მეორეს. მე მაინც მგონია რომ ეს ძალიან მოტივირებული იყო ხელისუფლებიდან, აი ამ კინოცენტრთან დაკავშირებით, ეს უკმაყოფილო ფილმებით, იმ რაღაცა პროტესტით, მე ესე მგონია, თორემ ამის უფრო ისე შეიძლებოდა გაკეთება. ფაქიზად? ფაქიზად, შენ თუ რაღაცის ცვლილება გინდა. ქალბატონინო, ამ ყველაფერზე, ამ თელ ამ თქვენ გულის ტკივილებზე, მაგალითად კულტურის მინისტრთან შეხვედრა მოქმედთან ან ყოფილთან ხო არ გიცდიათ? არის. და არც თვითონ არ შემოუთავაზებიათ. არა. მე ეს აიხმარებოდა საქმეს? არა მგონი. მე როდის მქონდა იცით სულ ფიქრობდი რომ თავიდან როგორ ესეთი განწყობა მქონდა ჩვენ გავაკეთეთ სპექტაკლი გურამ მაცხონაშვილთან ერთად და იქ გჭირდებოდა მიკროფონები ეს სპექტაკლი დამოუკიდებელი რო ყოფილიყო ჩვენ გჭირდებოდა რაღაცა 8 თუ 9 კარგი მიკროფონი და ეს ისეთი რამეა ახალი დრამის ფესტივალსაც სჭირდება ეს მე ვამბობდი რა პრობლემაა მაშინ კიდე მეგონა რომ რა პრობლემაა ერთი 7 არა 7 წლის წინანდელი ამბავი და მე ვამბობდი რომ ხო ეს არის 2020 წელი ხო ნუ 6 წლის ამბავია და 2020-ში და ვამბობდი რა მე მივალ კაცო რა დებილი ვიყავ მეგონა მე მივალ და ვეტყვია როგორ ხარ მე რა არის მიკროფონებს რა თურმე მიკროფონები კი არა რა რომ 8 მიკროფონი იყოს და დარჩეს ახალი დრამის ფესტივალს ყველა გამოიყენებს დამოუკიდებელი პროექტისთვის და თან ჩვენს იმიტომ რომ ესე იგი
ამ ქვეყანაში, სადაც ორნიშნა ეს არის, ხო? ეკონომიკური ზრდა. ესე იგი, მიკროფონი არის დიდი მისთვის სპექტაკლისთვის და თეატრისთვის და მიხვედით თუ მიხვდით, რომ ის ლასაზრია გქონდა? მე ვამბობდი, რომ რა არის და ყველგან ვამბობდი, რომ მე მგონი შენ რაღაცა ვერ აღარ კარგად, რომ შენ თავს ძალიან ზედმეტად აფასებ და მივხვდი, რომ არ შეიძლება, ხო, არ შეიძლება. და როცა ამდენი უკმაყოფილება და პრობლემაა დარჩენილი კულტურაში, ნორმალურია, რომ სახელმწიფო არ გეკითხებათ თქვენი უკმაყოფილების მიზეზებს? არა, ეხლა თქვენ ეხლა უკვე ეს არათანმიმდევრული კითხვა იმ თვალსაზრისით, რომ ამდენი ვილაპარაკეთ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება და ეს არა. ხო, მაგრამ როდესღაც ახლა უნდა დაჯდეს უკმაყოფილო მხარეები სალაპარაკოთ. ხო. ეს არ არის მხოლოდ თუ ეს ის ხალხი არ არის, ვის სალაპარაკით შეიძლება. არა, როგორ რას ქვია, ეს ხალხი არ არის და ხა ჩვენ რა ისეთი ხალხი ვართ, რომელთანაც ხო და აი დრო არ არის. არა, ეს არ არის მარტო განსხვავებული აზრი, მე მგონი. თორემ შიგნით ადამიანები, მე მგონი შიგნით პროცესში შეთანხმდებოდნენ. აქვთ გადაკვეთის წერტილები. არა, ეს არის რაღაცა გლობალური რაღაცა, ვექტორის ისა. ზემოდან წამოსული ვექტორის საკითხი, რომ თორე კინოს საკითხი მარტივად გადაწყდებოდა და თეატრისაც მარტივად გადაწყდებოდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ყველა ის, ვინც დასავლეთთან თავს ვაიგიავებთ, აი ნახეთ კომენტარებს და მიხვდებით იქ ტროლებიც რას ამბობენ, რომ რომელი დასავლეთი აღარ არსებობს და თქვენ კიდე იძახეთ კიდე ევროპა და ხო და ხო, თან არის რაღაც ამაში სიმართლე, მაგრამ აი ძალიან კარგად ჩანს რა არის, ეს იგი მე მგონია, რომ ეს არის ეს წყალგამყოფი. ყველა ის, ვინც აი დასავლური, ლიბერალური ღირებულების, დემოკრატიის და იმის მომხრეა, ეს არასოდეს აღარ მოხდება, ამათ არ დაელაპარაკებიან. სანამ ესეთი სიტუაცია. თუ ზემოთ მე ესე გადაწყდა, რომ ლიბერალურმა და დემოკრატიულმა დასავლეთმა შეძლო თავისი, აი უკრაინის ომი კარგად დამთავრდა, თუ საფრთხეები სუსტდება და მე შეიძლება მოხდეს გარდატეხა. ანუ ხელისუფლების ცვლილებამდე თქვენ კინოსა და თეატრის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება ვერ წარმოგიდგენიათ, სწორად მესმის ეგ? მე ასე ვფიქრობ, მაგრამ კიდევ უფრო საშიში ის მგონია, რომ შემდეგი ვინც მოვა დაუშვათ რაღაცა ეხა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სიღრმისეულად ჩვენ, რა ვიცი, არავინ ვერ ვხედავ ინტერესს. მე არსად არ მინახია რა რომელიმე, ეხლა მოდი ესეც ვთქვათ რა, ვთქვათ ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომ ვინმე გამოდიოდეს და აი კულტურის ასეთ მნიშვნელობაზე საუბრობდეს. არ მინახავს. ამ შემთხვევაში ისევე შმაკის ადვოკატი ვიქნები და ვიტყვი, რომ ოპოზიცია ციხეშია და სასამართლოებში, სადაც 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება ციხემდე. არა, ეხლა როგორ ეს ყველაფერი ციხეში ჩაჯდომის მერე ხო არ მოხდა, არა, საერთოდ მე ვერ ვხედავ ამას, რომ ეს იყოს გაცნობიერებული კულტურას რა დიდი როლი აქვს ცხოვრებაში. რა დიდი როლი აქვს, რომ შეიძლება კულტურას რომ ჩვენთან ექცეოდეს დიდი ყურადღება, შეიძლება ასეთი დაპირისპირებაც არ ხდებოდეს. აი ეს არის ზუსტად ჩემი დიდი ხნის უპასუხო კითხვა და თქვენც დაგისვამთ. მე სულ მაგ შეგრძნება, რომ ფარისევლობის დიდი წილია იმ საუბრებში, რომელიც ქართულ კულტურაზე ისმის, ხო, რომ აი უძველესი ხალხი ვართ, ესეთი კულტურა, ესეთი სადღეგრძელოები, განცხადებები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად გელათი, რომელიც არის სრულიად უნიკალური კულტურული ძეგლი, მირეცხება და ნესტია და რაღაც შეფუთულია და ვერადავერ მოაგვარა სახელმწიფომ ეს პრობლემა და ამაზე ბევრიც არავინ წუხს, ხო? იგივე აი კინო, რომელიც დიდი ტრადიციების მქონე, ახალი ენა გაჩნდა, ახალი ხალხი, ისე მარტივად დაპაუზდა ეს პროცესი, რომ ბევრს არავის უდარდია ამაზე. აი ქართული კულტურა და მისი გულშემატკივრები, რამდენად ღრმა და შინაარსიანია ეს ურთიერთობა საზოგადოებასა და კულტურას შორის, იმიტომ რომ თუ ვამბობთ, რომ კულტურული ხალხი ვართ და უძველესი კულტურა გვაქვს, მაშინ ამ კულტურას რაღაცნაირად უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ხო? იცით რა, ის რომ ჩვენ დიდი კულტურის უძველესი ხალხი ვართ და ძველი მნიშვნელოვანი კულტურის, ეს მე მგონი ეს ფაქტია. ეს ფაქტია და მე მგონი მაგრამ აი დღევანდელი ურთიერთობა ამ კულტურასთან. არა, იცით როგორ არის, ამას უნდა რაღაცა დიდი ისეთი თუ შენ ამას გაიაზრებ, ეს არ არის გააზრებული, ეს არის მხოლოდ სიტყვები. თუ შენ ნამდვილად გაიაზრებ, რომ შენ ძალიან დიდი კულტურის
მატარებელი ხარ, ეს მე ეს შექმნის რაღაცა ვალდებულებას, ქცევის, მაგრამ ალბათ ეს არ არის. უფრო ღრმად წავიდეთ, კარგით? ეს შემდეგ რაც მოყვება, მოდი ამაზე ნოვილაპარაკებთ. და საერთოდ რა არის ეს უძველესი ღრმა კულტურა, აი ეს ვთქვათ. და საიდან ხდება ამის ათვლა და ჩვენ ცნობიერებაში როდის და რანაირად დაილეკა. ჩვენ ხო ყველა 70 წლიანი საბჭოთა ისტორიიდან მოვდივართ, არა? რა იყო მაშინ მნიშვნელოვანი, რის წინ წამოწევა იყო, აი რა ვიცით ჩვენი ისტორიის შესახებ, რა ვიცით ჩვენი კულტურის შესახებ, ხო? ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ის რაც უნდოდა რომ სისტემას რო გწოდნოდა. აი ეხლა და მე და ახალი თაობა მაინც ახალ კვლევებს და ახალ იმას რისერჩებს ენდობა. აი მეც ასე ვაკეთებ. ვკითხულობ სულ ახალს და ეს მიჩენს დიდი სიამაყის, აი თქვა ჩვენი პირველი რესპუბლიკა ან მანამდე ეს ალტერნატიული წყაროები მაძლევს საშუალებას რომ დავინახო ეს. მაგრამ დავუშვათ საზოგადოების დიდი ნაწილი რომელმაც საერთოდ არაფერი არ იცის პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. ჩვენ დროს ხომ საერთოდ ეს არ ისწავლებოდა. ეს იყვნენ რაღაც ისინი რაღაც მენშევიკები, რომლებიც გაიქცნენ და დაიმალნენ და შეატოვეს და არაფრის მაქნისები და სულ იმით იყო. რაც ორი სიტყვით საერთოდ არაფერი. ერთ გვერდზე ეტეოდა სახელმწიფოში. პატარა წიგნი იყო, თქვენ ფურცელი მომეცით უკაცრავად. აი ესეთი წიგნი იყო, მინდა ეს ახალგაზრდებმა იცოდნენ. აი ესეთი იყო საქართველოს ისტორია, რომელსაც არ გვასწავლიდნენ. და სესერეკას ისტორია იყო, აი ესეთი წიგნი. ბიჭები ბეჭდად გასწავლიდნენ. გვასწავლიდნენ, მაგრამ ძირითადად იმით რომ ბიჭები თავში ურტყავდნენ, კარგი ჩასარტყმელი იყო, ეგ და ბოტანიკა და ისიც დიდი წიგნი იყო და მე რას ვამბობ, იცით, შემდეგ მოხდა ძალიან დიდი წვეტა 90-იან წლებში. სწავლისთვის და განათლებისთვის და ისტორიული კვლევისთვის კი არა. ვის რა ეჭამა და გამოეყვება, ამით იყო საზოგადოება დაკავებული. აი იმ დიდ კულტურაზე და იმ კულტურის ტრადიციებზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ეხლა იწყება საუბარი. მოდით ყველაფერში საზოგადოებას ნუ დავადანაშაულებთ. ეხლა იწყება, აი მე ჩემ თავზე ვხედავ ჩემ თაობაზე, აი მე ეხლა გადაღებაში მივიღე მონაწილეობა სტუდენტებთან 4 დღე. მე ჩემი ახალგაზრდობიდანაც ესეთ ის მქონდა რომ ყოველთვის სტუდენტების ფილმებში უსასყიდლოდ ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ ხა თუ იმათთან არ მიხვედი როგორ ისწავლიან. და ძალიან ბევრ ფილმში მაქვს მიღებული ის საკურსო, სადიპლომო, წინა სადიპლომო. აი ეხლა რაც ვნახე ეს ახალგაზრდები ყველაზე გამორჩეულები არიან 23-24 ზოგი 19-ის იყო ეს არ იყო თეატრალურთან სხვა ის იყო უმაღლესი და კინოსკოლა იყო და ეს ახალგაზრდები არიან ყველაზე გამორჩეულები და რითი იცით ძალიან ეტყობათ რომ ესენი არიან აი როგორი მშობლების შვილები იცით რომლებმაც აი ეს პირველი თაობა კი არ არის იქიდან გამოსული აი ომიდან და უბედური არამედ მეორე თაობა ამათი მშობლები არიან სადღაც ესეთი 35 წლის უკვე ჩანს რომ ეს განათლებისთვის რაღაც გაკეთდა. ეს არ არის მხოლოდ მშიერი ხალხის შვილები, შიმშილს თავდაღწეული თავისუფალი ადამიანები. ეს არიან შედარებით თავისუფალი, შედარებით ეკონომიკურ სტაბილურობაში მყოფი ახალგაზრდები და უფრო თავისუფლებაში. აი ამ 30 წელმა ნელ-ნელა მოიტანა აი ეს დემოკრატიის ხარისხი. ველურად ასე თუ როგორ იყო, მაგრამ აი ეს თავისუფლების ხარისხი. ეხლა აი ეს როგორ ძალიან დიდი საფრთხე არის რომ ეს დაიკარგოს. აი ეს კანონები გამოხატვის თავისუფლება არა ის აი ამას საბედისწეროდ აზიანებს და აზარალებს. შეიძლება თქვა რომ აბარა არ უნდა გამოვიდეს ის თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, იმიტომ რომ დარბაში ზის მეორე ადამიანი რომ ძართვლის რომ ანდრო ჭიჭინაძე არის ისა გმირი და შენ მე მახვევ თავს. აი ამ ორ სიმართლეში მაინც თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა, მაინც ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაპროტესტების უფლება გქონდეს, იმიტომ რომ ხვალ შენ გექნება გასაპროტესტებელი. შენ უნდა გააპროტესტე, ვერ შეძლებ ამ კანონის მიხედვით. ქალბატონო, თქვენ როდის მიხვდით, რომ ეს მოქმედი ხელისუფლება თქვენთვის ძალიან არ მოსაწონია? აი, გავრილოვის ის ძალიან ძიმე დარტყმა იყო. ძალიან იმიტომ რომ მანამდე ხო ეს იყო ევროკავშირში ეს ვიზა ლიბერალიზაცია არა და მე იცით რა ის იყო რაღაცა ნუ მოკლედ ჩვენ ყველა ვიზრდებით და ვიცვლით რაღაც შეხედულებებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან
ვითარდებით და რაღაცის დანახვა გვინდოდა. ეს საერთოდ დასავლური ვექტორი, აი 2003 წლიდან ვარდების რევოლუციიდან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი ოჯახისთვის გარემოჩემი და საზღვარგარეთ სწავლობდა და ცხოვრობდა 12 წელი და მაშინ ჩამოვიდა და თითქოს ეს საქართველო რაღაცა გამოფხიზლების და რაღაცა აღზევების და იმის მე ძალიან მძიმე ბოლო წლები 2008 წლის ომის მერე საბედის წერო შეცდომები და ეს ზეგი ეს რუსეთი ძალიან დიდი ეგზისტენციალური ის არის ჩვენთვის გამოწვევა და საფრთხე და ჩვენ ვცხოვრობთ ვულკანის კრატერზე. აი ეს თუ კრატერი ეს არის ჩვენ ვართ სადღაც აქ და აი ამ კრატერზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. და კიდე ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ეს მინდა თქვა, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ იმის გარეშე რომ არ გქონდეს გააზრებული რომ კრატერი არსებობს. და ლავა ვერ გაემიჯნები შენ რომ შენ რუსეთის მეზობელი ხარ. ანუ ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ჩაეხუტები და ვერ აიღებ შენ მიწას და ვერ გადახვალ ევროპაში ან ამერიკაში. და ქალბატონინა, აი ეს ძველი ინტერვიუ ვნახე, ამ ინტერვიუსთვის მომზადების საფარგლებში, სადაც თქვენ ამბობთ, რომ აი ზუსტად იმ მანცხანაშვილის სპექტაკლისთვის რომ ემზადებით, რომ ჩემი შვილები მინდა რომ აქ გაიზარდონ, თვითონ უნდათ რომ აქ გაიზარდონ, იმიტომ რომ უყვართ ეს ქვეყანაო. მას მერე 6 წელი კი გავიდა, მაგრამ ეს 6 წელი ბევრი ემოციით და ამბით დატვირთული იყო, ხო? ეხლაც იგივეს თქმა შეგიძლიათ? მე ვინ მეკითხება? ჩემ შვილებს ანუ ისევ აქ უნდა ცხოვრება, ეს არ შეცვლილა. აქ უნდა ცხოვრება, დიახ. ჩემ შვილებს აქ უნდა ცხოვრება და ეს ძალიან ოღონდ ეხლა ეს გზა უფრო რთული გახდა. ეხლა რაღაცნაირად იქ უნდა მოერგონ, რომ მე ისევ აქ, მაგრამ რაღაცით ეს ძალიან ის არის. მათ ეს ახალგაზრდებს აქ უნდათ. იცით ჩვენ აი ხა ვიხსენებდი რატო გავრბოთ. ამას ვკითხულობ, იმიტომ რომ აი მიგრაცია ახალგაზრდების განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში ძალიან მაღალია. ძალიან მაღალი. ასე ხო, აი ეს არის კიდე ძალიან დიდი პრობლემა. გადავხვდები რომ ჩვენ ბევრ ამას ვართ შეგუებულები და ნუ თქვათ გავჩერდები და ბოლოს ჩვენ მშობლები გვიჭერენ აქ ხო? ჩვენი ჩემ თაობას ყველას მოხუცი და უკვე ალბათ თქვენი მშობლები არ ვიცი რამდენი ჩემ მშობლებიც უკვე. მაგრამ ეს ძალიან დიდი ფაქტორია, რომ შეძლო და რაღაც ის სიბერე და მიიყვანო იმ რაღაც ამ ქვეყნიდან გასვლამდე რაღაც ღირსეულად და ჩვენ და ახალგაზრდებს ეს არიჭერთ და კიდე 1-2 წელი და შეიძლება ნაკლები და წავლენ ხო ეს იქნება საშინელება. აქ თუ უკვე რამდენი ახალგაზრდა წავიდა, რამდენი პროფესიონალი წავიდა, ისე რომ უყურებ ხელოსანი მუშა რო გინდა, მასწავლებელი, ექიმი. კარგი მასწავლებელი, კარგი ექიმი, კარგი ისა მანიკიურის სპეციალისტი, კარგი კალატოზი მიდიან იქურჩევნიათ რომ რაღაცნაირად ეხლა უნდა იყოს აი მე სხვა სფეროში ვერ ვიტყვი მაგრამ აი დავუშვათ კულტურაში ვიტყოდი რომ აი თქვა კულტურის მინისტრი რო ხარ ხო კულტურის რამდენი რამეა საფიქრალი აი ეს კი არა რომ ვინ რას სად იტყვის და პროტესტს დიო სად არის ამის თავი რომ ხა ვინ სად რას აპროტესტებს და ამაზე რო ხარ მობილიზებული ძნელია მე სხვა რაღაც ადამიანურად მაგრამ აი ეს ჩემი დიდი პრობლემა არის ის რომ დაუშვათ 70+ საზოგადოებისთვის არაფერი საქართველოში არ არის ეს რომ საზოგადოება არ არის მარტო ახალგაზრდები მოდი ეხლა ესეც შევხედოთ ხო ჩვენ ყველაფერი კლუბი ახალგაზრდობა პროტესტი გასაგებია მაგრამ არა ამ ქვეყანაში მე მგონი ბავშვები და მოხუცები ყველაზე დაუცველი აი მაგის და ამიტომ ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამიტომ არის ჩემთვის იმიტომ გავუსვი ხაზი რომ ერთადერთი ადგილია სადაც შეგიძლია ბავშვი მიიყვანო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. მილიონი რამეა შესაქმნელი, აი მილიონი, უამრავი რამე. თეატრში აი ეს რას ნახავს ეს ასაკოვანი ისა თავისი გამაძლიერებლით უნდა იყოს ალბათ ხო რა ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბილეთი ხელმისაწვდომი შეიძლება პენსიონერების საერთოდ არ იყოს რაღაც ასაკიდან საერთოდ ბილეთის გარეშე შაბათი კვირა აი რო რითი უნდა გაერთოს კლუბები იქნებოდეს, რაღაც ის იქნებოდეს, რაღაცა სივრცე
უნიშნელოვანეს ეს ყველაფერი ალბათ განათლების და კულტურის სამინისტროების საქმეა. აი რეგიონებში ეს კულტურის სახლი იქნება თუ პატარა კინოთეატრი იქნება თუ ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო, ესე იგი კინოცენტრი ამავე დროს დადიოდა სოფლებში, რეგიონებში, რა ვიცი, ხო, ჩვენებები თავისი რაღაცა ისეთ გადასატანის ეკრანი იყიდეს. ნანა ჯანელიძის მონაყოლი მახსენდება, პანკისის ხეობაში ვაჩვენებდით და შემდეგ წელს ორი ბავშვი ჩამოვიდაო იქიდან, კინო გვინდაო. ეს ხო არის ტოლერანტობის შექმნის, მიმღებლობის შექმნის, რაღაც საუკეთესო გზა. ხელოვნებაში და ფილოსოფიაში როცა შეგიძლია როგორ თქვა ჩადო ინვესტიცია და საზოგადოება ამაში ვაიმე როგორ თქვა ჩააბა არა უფრო ლამაზად ვიდა თქვა რომ ჩაალბო და ჩემი შვილები საფრანგეთში სწავლობდნენ იქ მე 10 კლასიდან ფილოსოფიას ასწავლიან სავალდებულოა საფრანგეთის საზოგადოებისთვის რომ ფილოსოფოსები და პოეტები უნდა მართავდნენ სახელმწიფოს ხო აი ესე იგი ეს ფილოსოფიური ხედვა და მით უმეტეს საქართველოში, ხო? ძალიან ინდივიდუალისტების მცირე რიცხოვანი ერია. მე და ჩემი ხედვით და აქ თუ არ მოხდა რაღაც ამაზე ზრუნვა, როგორ მოხდეს მოდერნიზაცია, ცვლილება ამ საზოგადოების. აი ეს კითხვა რომ დამისვით, რომ ჩვენი კულტურა და თან ირონიულად რომ ეს უდაოდ არის ეს კულტურა, მაგრამ ამ კულტურას სჭირდება აი რაღაცა თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ეს ყველაფერი ჩვენში. და ცოცხალი უნდა იყოს მაგრამ. როცა წიგნი მქონდა ის სტალინის საქართველოს წინააღმდეგ და ჩემი ასაკის ძალიან სიმპათიურმა კაცმა მითხრა შეხედა განათლებულმა ძალიან აქ ყველაფერი ტენდენციურიაო ეს ანუ ეს ხალხს ეჩვენება ახალი კვლევები, ახალი ხედვა ყველას ეჩვენება რომ ეს არის რას უნდა აკეთებდეს მინისტრი და სამინისტრო ამ კონტექსტში როცა ძალიან ცვალებად ძალიან გახსნილ სამყაროში ცხოვრობთ. სადაც ხელოვნების და არ ვიცი შემოქმედებითი ინდუსტრიების როლი და ადგილი და კონტაქტი უნდა კონდეს რა კონტაქტი უნდა ყველა ანტაგონისტურ იმას ჯგუფებთან კონტაქტი უნდა აი მინიმუმ რისი გაკეთებაც მგონია და მე ვფიქრობ რომ აი თიკას ეს ჩემგან არ უნდა ჩვენ ერთი ასაკის ვარ მაგრამ ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეს რომ უნდა კონტაქტი უნდა კონდეს ყველას იცნობს ყველას იცნობს ჩემგან განსხვავებით ყველას იცნობს და როგორ შეიძლება რომ არ კონდეს ეს ბოლზაბუს ეს ძალიან დიდი რანგია კულტურის მინისტრი და უნდა შეეძლოს ყველასთან დალაპარაკება მე აი ვისურვებდი და მოუწოდებდი რომ ყველასთან უნდა კონდეს ურთიერთობა მე რა რომ ეს ასეთი დაპირისპირებული ჯგუფებია მან უნდა მოისმინოს ეს ყველაფერი ის უნდა გაერკვეს ის უნდა იყოს ბუფერი და შემარბილებელი თუ არის კიდე რამე სახელმწიფოს და რამე პატარა გამოსაყენებელი ეს უნდა იყოს როგორ იმ სპექტაკლს რო ესწრება ჯერ ეს სპექტაკლი ნახე რა არის აქაც ნახე რა ხდება და მე შენ ხო გაქვს შენი ხედვა და ახმა მშვენივრად ინგლისურად საუბრობს როგორც ხედავთ წვდომა აქვს ის როგორ ის უნდა იყოს ამის შემაკავშირებელი და ის უნდა იყოს იმიტომ რომ სახელმწიფოა სინამდვილეში სულ საფრანგეთის მაგალითი მომყავს მეორე მსოფლიო ომის მერე ძალიან ისეთი სამარცხვინო ის ქონდა. აი მაგალითად კინოცენტრის სულ მე რო არ მქონდეს ეს წაკითხული ესე ჭოვრით არ მოყვებოდი, მაგრამ მარგარეთ ჯურასი ასეთი მწერალი იყო კინოცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლობდა გერმანელებთან და ქონდა ახსნა, რომ თუ არა გაანადგურებდნენ იმ საოცარ ფონდს და ის, მაგრამ ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო მისთვის როგორც მოაზროვნისთვის და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის მერე საფრანგეთმა რამხელა ინვესტიცია და მორალური მატერიალური, მორალური და აი ესე ჩადო ხელოვნებაში. და ეს არის მათი ლოკომოტივი და ასეც არის. ამ პოტენციალს ჩვენ თანაც ხედავთ. ხო, როგორ არა, აბა მე ხელოვანი ვარ და ხელოვნების დარგის წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, მე ხო ვხედავ, როდესაც ჩვენ გასტროლებს უყურებ, ან ჩვენი არტისტების რო გადიან, რამხელა წარმატება აქვს. და როგორ კარგად ქართველი კაცი საზღვარგარეთ. ორი ვარიანტია. ერთი არის რომ ქურდობს და ყაჭაღობს, მაგრამ იმის მოვლა შეიძლება და მეორე გადის თუ არა დასავლურ სამყაროში, დასავლურ სტრუქტურაში. რაღაც საოცარ მას აკეთებს, წარმატებები აქვს და ეს მაფიქრებინებს და მე ეს ბერჯერ მინახავს ჩვენ რუსთაველის თეატრის გასტროლებიდან დაწყებული, შემდეგ უკვე ამ ახალგაზრდებსაც რო უყურებ. რამხელა ეს არის სინამდვილეში. რამხელა
ეს არის მემკვიდრეობითობა. კი უნდა დაჩვენონ, რომ ეს დიდი გახლეჩაა, მაგრამ არა. მემკვიდრეობითობა მაინც მე შემიძლია დავაკვირდე ამას. მე მახსოვს როგორი იყო ეს რუსთაველის თეატრში, წარმოუდგენელი ის ჰქონდა სტურუას და რუსთაველის თეატრს, წარმოუდგენელი, წარმატება და აღიარება. და მე ასევე ვხედავ აი ამ ჩვენ ახალგაზრდებში რამხელა პოტენციალია და როგორ გვანან რაღაცით ისინი იმ მარტო რუსთაველის თეატრზე რო ამბობ, ახლა სირცხვილია უბრალოდ. ანუ მემკვიდრეობითობა არ შეწყდა. აი ეს გვჭირდება ახლა ჩვენ. ეს ამნიშნულოვანი. ამ კრიზისს, რომელშიც მთელი ქვეყანა აღმოჩნდით, შესაძლებლობად აღიქვამთ კულტურისთვის თუ ჩიხად და ეს იყოს ჩვენი ბოლო კითხვა. შესაძლებლობად. აი კაია. იმას დავამთავრებდი. ცხოვრება შხამი მასმია, მე კახურ ღვინოთ მივიღეო. კი, როცა ლიმონს გაძლევენ ლიმონათი და გააკეთო. ეგ ცუდინა თქვა. არ მომწონს მე ასე მგონია. აი ეს კახურ ღვინოს შხამი მასმიაო და მე შესაძლებლობად უნდა მივიღოთ. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა.